ქართულ რაღაც ტურიზმის ბაზარს ხო არ უნდა ენდოთ? რატო არ უნდა ენდოთ? ძალიან ბევრი მომხმარებელი კითხულობს კიდეც, რომელი ტუროპერატორისგან ვიძენთ ტურს. რაღაც მე მგონი ბანალური ისეთი საუბარი იქნება. ჩვენ ყიდით ემოციებს. თქვენთან რომ ორჯერ ძვირა, რატომ არის ორჯერ ძვირი? ხო, სად გადის ზღვარი ჯანსაღ კონკურენციასა და დემპინგს შორის? ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზარალი ზოგადად სფეროსთვის და ამ სფეროს კეთილსინდისიერი მოთამაშეებისთვის. ანუ 80% საბერძნეთის სასტუმროების უკვე ნელ-ნელა გადადიან დინამიურ ფასებზე. რა შეიცვალა ტურისტის მოთხოვნებში? დამიკელი 5 ლარი, დამიკელი 2 ლარი. რა მნიშვნელობა აქვს პირობითად რა დაზღვევა მექნება, ან რა მნიშვნელობა აქვს რომელ სააგენტოში ვიყიდი? არ შეიძლება ყველას შეეძლოს ყველაფრის კეთება. თუმცა დაბალი ფასი ყოველთვის დემპინგს არ ნიშნავს. მე ასეთი ტიპის დინამიურ ადამიანებს არ ვიცნობ როგორც ამ სფეროში. მოგება ყველა უნდა ვიმუშაოთ მოგებაზე ხო? ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდელი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ჩემი პოდკასტი იწერება Podcast Point-ში და თუ თქვენც ეძებთ სივრცეს თქვენი კონტენტის შესაქმნელად, უნდა მოხვიდეთ აქ. ეპიზოდის მხარდამჭერია ტურისტული კომპანია Top Travel. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. დღეს ვისაუბრებთ რა ხდება ტურისტულ ბაზარზე, ბაზრის რეალურ სურათზე, რასაც მომხმარებელი ხშირად ვერ ხედავს და ვისაუბრებთ დემპინგზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან აზარალებს და აზიანებს ბაზარს. დღევანდელი ჩემი სტუმრები არიან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ტუროპერატორები და ასევე GPS წარმომადგენელი, რომელიც აზღვევს ჩვენს ჯანმრთელობას მოგზაურობის დროს. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს, საერთაშორისო ტუროპერატორი, პეგას ტურისტიკის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია. მოგესალმებით ანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა. ქართული ტუროპერატორი ნოვატორის დირექტორი მამუკა ჯიქია. მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა, განსაკუთრებით ესეთ პატივცემულ სტუმრებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მამუკა. ტურისტული კომპანია Legend Travel-ის სტრატეგიული განვითარების დირექტორი იანის ონუფრიადის. ეს ადამიანი არის საბერძნეთში მოგზაურობის და მოგზაურთა ფარველი ღმერთი. და GPI Holding-ის გაყიდვების არხების დეპარტამენტის უფროსი ირინა ნაცლიშვილი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე არ მივესალმე მაყურებელს. პერსონულად მიესალმე. Καλησπέρα ანა. მოგესალმები ანა. Καλησπέρα. მოგესალმებით კოლეგებო. და მივესალმებით ხემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ხართ ჩემთან. მამუკა, რა ხდება დღეს ტურიზმში? და აი რა წარმატებებზე და პრობლემებზე შეიძლება ვისაუბროთ? ტურიზმში დღეს რა ხდება, ამაზე ცხადია ძალიან ბევრი საუბარი შეგვიძლია. თუმცა ბოლო პერიოდში ქართული ტურიზმი ვითარდება ერთგვარად იმ პრინციპით, რაც არ გკლავს გვაძლიერებს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივი გამოწვევების პერიოდში და ეს გამოწვევები ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რაც პირდაპირ პირველივე ჯერზე აისახება სწორედ ტურიზმზე, გაყიდვების დინამიკაზე და მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ქართული ტურიზმი ახერხებს განვითარებას, ფეხზე მყარად დგომას და მიუხედავად ესეთი სირთულეებისა, მდგრადად მივდივართ წინ და წლევანდელი სეზონიც იმედს გვიტოვებს, რომ ზოგადად სფეროსთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება მშვიდი და იქნება წარმატებული. აუცილებლად და მართლა ძალიან მოქმედებს ყველაფერი პირველ რიგში ტურიზმს ურტყავს. სალომე, პეგას ტურისტიკი წლებია ქმნის ტურისტულ პაკეტებს. აი
რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობა, პასუხისმგებლობა გულისხმობ ტურისტულ სააგენტოებს. ანა მოგეხსენებათ, ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო ტუროპერატორს, რომელიც უკვე 33 წელია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს. შესაბამისად, ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, ეს 2012 წელი, მაშინ მხოლოდ ჩემი კოლეგა და ჩემი მეგობარი, მაშინ სხვა ბრენდი და სხვა სახელი, თუმცა იგივე შემადგენლობით არსებობდა ქართულ ბაზარზე, როგორც ქართული ადგილობრივი ტუროპერატორი. ჩვენ ვიყავით პირველი შემთხვევა, როდესაც შემოვიტანეთ საერთაშორისო ბრენდი და საერთაშორისო სტანდარტების მიდგომა ზოგადად ტურიზმის სფეროში და ძალიან მიხარია, რომ პირველივე დღიდანვე შევძელით საინტერესო თანამშრომლობა და კოლაბორაცია ჩვენს პარტნიორებთან. იდეაში ჩვენ მოვიაზრებით, რა თქმა უნდა, კონკურენტებად, თუმცა ჯანსაღი კონკურენციის ჭრილში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორმა კომპანიამ შეძლო მეგობრობით და სწორი ანალიზით, სწორი დაგეგმარებით ჭეშმარიტად გაგვეკეთებინა ის, რამაც შეძლო რომ მოვიყვანეთ თუნდაც ამ შედეგამდე დღეს 14 წლის შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს და რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად პარტნიორებთან ურთიერთობას. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს B2B, იგივე business to business მოდელი. ანუ ეს არის კონცეფცია, როდესაც ორგანიზაცია თანამშრომლობს მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებთან, ამ შემთხვევაში ტურისტულ სააგენტოებთან, აი ჩვენი კოლეგა იანისი და Top Travel-ის წარმომადგენლებიც ამას დასტურებენ. რაც ნიშნავს ეს, ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი კავშირი და ურთიერთობა ჩვენს მომხმარებელთან. შესაბამისად, შუა რგოლი ტურისტული სააგენტო, რომელიც გვანდობს ჩვენ თავის რეპუტაციას. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში თავის რეპუტაციას და შემდეგ უკვე დრო ბიუჯეტს და ასე შემდეგ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს ნდობა, რეპუტაციის ნდობა, რომელსაც უპირობოდ გვიცხადებენ ჩვენი პარტნიორი ტურისტული სააგენტოები და ჩვენ ყოველთვის მთელი ამ 14 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სტაბილური, ოპერატიული და მუდმივი მხარდაჭერით ვუპასუხოთ და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს უკვე აისახება ჩვენს საბოლოო დანიშნულებამდე, რაც არის ჩვენი მომხმარებელი. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელმა არ იცის, ვინ არის პირდაპირი მომწოდებელი, ის კომუნიკაციაში შედის ტურისტულ სააგენტოსთან. ამიტომ თუ რაიმე პრობლემა, თუ თქვათ ტუროპერატორის მხრიდან თქვათ არასწორი გაცემული მომსახურება, თუნდაც ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ზარალდება შუარგოლი ტურისტული სააგენტო და ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება ნებისმიერი ტუროპერატორი თავის პარტნიორებთან ურთიერთობას და ეს უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე. მამუკამ თქვა, რომ ჩვენ ვართ ისეთი სფერო, სადაც განსაკუთრებით ამ რეგიონში, მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში, ჩვენ ვართ მუდმივი ბრძოლის რეჟიმში, მუდმივი თვით გადარჩენის რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური, გეოგრაფიული შიდა გარე ნებისმიერი კრიზისი პირველი ავიაციას და ტურიზმს ანუ მონათესავე სფეროებს და დარგებს ურტყავს. შესაბამისად, ჩვენ ვართ პირველი ტალღა, რომელსაც უწევს მოიგერიოს ეს კრიზისი და ჩემი აზრით აუცილებელია ასეთ შემთხვევაში ტუროპერატორები იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალეები და რაც შეიძლება სწრაფად შესთავაზონ მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებს ალტერნატიული გადაჭრის გზები და პრობლემის მოგვარების ვარიანტები. შესაბამისად, როდესაც გახსნილები ვართ და არაფერს ვმალავთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რთული პერიოდია ბაზარზე გვერდით ვუდგებართ ჩვენს მომხმარებელს, ბევრჯერ გვინახავს ეს, რომ მომხმარებელი აფასებს და ახსოვს ის კომპანია, ვინც ეგრეთ წოდებულად გასაჭირის დროს დაუდგა გვერდში. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და მაინც მივდივართ ბოლოს იმ ადამიანურ ფასეულობამდე, რაც არის ურთიერთგაგება, ნდობა, პატივისცემა და ძალიან ბევრი მომხმარებელი კითხულობს კიდეც, რომელი ტუროპერატორისგან ვიძენთ ტურს. ეს ეხლა, იმიტომ რომ ცნობიერება მოიმატა, წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ მომხმარებელს სცოდნოდა ზუსტად რა სურს, სად სურს გამგზავრება და ძალიან მიხარია თუ მართლა მომხმარებელი ამას გრძნობს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ესე კავშირი და ძალიან ჩვენ არ ბევრი გვაქვს მოთხოვნა არის, რომ პირდაპირ აი რომელიღაც კონკრეტულ ტუროპერატორთან შევიძინოთ. ძალიან სასიამოვნოა ალბათ ნებისმიერი ტუროპერატორისთვის. კი. Yanis, რა შრომა დევს ტურისტული პაკეტის უკან, რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს და რა შეიცვალა ტურისტის მოთხოვნებში?
ძალიან ბანალური რო არ გამომივიდეს ახლა ხო რა დევს ახლა ძალიან დიდი შრომა დევს ხო? ტურისტულ პაკეტში ხო ანუ ახლა ბანალურად რო ვთქვათ არის კონტრაქტები, სასტუმრო, ავიაბილეთი, დაზღვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ეს უფრო რაღაც მე მგონი ბანალური ისეთი საუბარი იქნება, იმიტომ რომ ბევრად უფრო საინტერესოა ჩვენი სფერო, ბევრად უფრო შრომატევადია ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ. ანუ შევადარებდი ალბათ იმ შედეგს, რომელსაც მომხმარებელი იღებს, შევადარებდი რაღაც თეატრალურ წარმოდგენას, ხო, სპექტაკლს ახლა. მოდის მაყურებელი უყურებს სპექტაკლს, მაგრამ არ იცის იმის უკან რა არის, იმის უკან. ხო, კულისებში იქ არის ხმის რეჟისორი, იქ არის შუქის, განათების რეჟისორი, სცენარისტი და ასე შემდეგ. ასევე არის ტურიზმში, ტურიზმის და ჩვეულებრივი პაკეტის უკან ძალიან ბევრი ექსპერტიზა დევს, ანუ აუცილებლად ვერ ჩამოაყალიბებ პროდუქტს თუ არ ხარ მაგ მიმართულებაში ექსპერტი. თუ არ გაქვს ცოდნა, თუ არ იცი რას ნიშნავს სერვისი პირველ რიგში და როგორ ჩამოაყალიბო ეს ყველაფერი ერთ საინტერესო და კონკურენტუნარიან პროდუქტად. აი მაგალითად რო ავიღოთ, ხო, ძალიან ისეთ მაგალითს მაინც მოვიყვა. რა თქმა უნდა. მაგალითს რო უფრო ისეთი საინტერესო იყოს და არ იყოს მხოლოდ ტერმინოლოგიით შეფარგლებული ჩვენი საუბარი. თავარია რომ მსმენელმა გაიგოს და მიხვდეს. ანუ რაზე გვაქვს ზოგადად საუბარი. ახლა მოგიხსენებათ საბერძნეთის მიმართულება ძალიან ის დინამიურია, ბევრი მიმართულებებია. ანუ არ ვართ შეზღუდულები მხოლოდ რაღაც კონკრეტული მიმართულებებით. გზავრებით წლიდან წელზე უფრო მოთხოვნადი ხდებიან, უფრო სხვა რაღაც ახალ მიმართულებებს ირჩევენ და შენ ვალდებული ხარ ამ მიმართულებებს, ამ მოთხოვნებს გაეცნო, აყვე, შეურჩიო. და მოვიყვან მაგალითს. წელს გავაკეთეთ ძალიან საინტერესო ისეთი საინფორმაციო ტური ჩვენი კოლეგებისთვის კუნძულ ზაკინთოზე, რომელზეც ანუ ჩემთვისაც აღმოჩენა იყო და ბევრი ჩვენი კოლეგებისთვისაც ესეთი საინტერესო ეგ დღემდე ვერ მოვინელე ეგ ტური? ხო, მან ვერ მოხდი. კი ბატონო, სამწუხაროდ, მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდე აუცილებლად შემდეგში გამოვნახავ დროს და აუცილებლად შესაძლებლობა რომ დაესწროთ. ნუ ყველას ვეპატიჟები. ხო და ნუ აი ძალიან ბანალურად, ძალიან მარტივად რო ავხსნათ, არის ასეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპირო ნავაგიოა, ნავაგიოს ყურე. რომელსაც ვესტუმრეთ, ანუ გადმოსახედიდანაც და გემითაც, ხო? პრაქტიკული გამოცდილება, ახლა მაინც ტურისტული კომპანიის პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, ანუ არ არის ასე მარტივი. გადავიყვანეთ ჯგუფი, მაგ გადმოსახედზე, გადმოსახედის სიმაღლე არის 200 მეტრი, ანუ მე მეგონა რომ რაღაც უფრო უსაფრთხო იქნებოდა და უფრო მარტივი და ნუ აი როგორ ვიყავ იცი ყველას უკან დავდებდი, რომ ანუ ვერ ხვდები, ვერ გრძნობ იმ სიმაღლეს და ვერ გრძნობ იმ რაღაც ყველას ფოტოს გადაღებდა და უკიდე განსაშიშია. შენ წარმოიდგინე ახლა გეგმავ ტურს, ხო? გეგმავ ტურს. ახლა ჩვენ ვიყავით 16 კაცი. გეგმავ ტურს და ფიქრობ, რომ აი 50 კაცს წავიყვან და ნავაგიოს გადმოსახედიდან რაღაც დაიწყებენ სურათების აი ხო საშინელებაა, ხო? აუცილებლად რაღაც ტრაგიკულად შეიძლება დამთავრდეს. მეორე მხარე, მეორე ისა დილით მივდივართ გემით, იგივე ლოკაციაზე. ოღონდ წყლიდან რომ ვნახოთ და მოხდით შტორმში. ანუ ამას ახლა ვიღაცას რომ მოეყოლა, ხო, რაღაც ვერც წაიკითხავ, იმიტომ რომ იმდენად ლამაზე ვერ წარმოიდგენ. იმდენად ლამაზია ეს ლოკაცია, რომ ფიქრობ მარტო ეს გიდევს თავში, მაგრამ ის გასავლელი გზა იქამდე რომ მიხვიდე ეს ყველაფერი ხო უნდა იქნებ არც უღირს ძალიან ბევრს. კი ბატონო. აი ესეთ მარტივ მაგალითზე ალბათ უფრო მიხვდება მომხმარებელი ჩვენ რო უგეგმავთ პაკეტს. რამხელა შრომა ჩადებული ამაში. რამდენ დეტალს ითვალისწინებთ? ექსპერტიზა და ისევ ექსპერტიზა. ანუ არ ვიცი შეიძლება ყველა სფეროში ეგრეა, მაგრამ რატომაც მგონია რომ ჩვენი სფერო არის ყველაზე სტრესული. ეს არის ისეთი სფერო, სადაც
ფიზიკურად ვერასოდეს ვერ ვერ იძინებ. იშავ. ვერ ტელეფონს გახმარებ. ვერ ტელეფონს იშავ ვერ იშავ, ელემენტარული. კი. ან ჩვენთვის შვებულება არ არსებობს. რა თქმა უნდა, გავდივარ შვებულებაში, დავდივარ, თუმცა 24 საათი შეერთებული ან შვებულება არის, შესაძაც ხარ იზოლირებული შენი მოვალეობებისგან და ბოლო რამდენი წელი, ზამთარში. 20 წელი მე არ მახსენდება, რომ ერთი დღით მაინც ჩვენ ზამთარში კი. მოვწყვეტოდით. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად მუდმივად ჩართული და ძალიან სტრესული სფერო ჩემი კი, გადმოსახედიდან. გეთანხმები. სალომე. ირინა, მინდა აუხსნა მოგზაურებს. რამდენად მნიშვნელოვანია სამოგზაურო დაზღვევა? ჯერ დავიწყებ იმით, რომ რასაც საერთოდ არ აქცევა ყურადღებას. ხო, აი ზუსტად მაგ და გგონიათ რაღაც ფარატინა ქაღალდი. ბევრი წლის წინ, სადღაც 12 წლის წინ, როცა ჩემი კოლეგები გაცნობა დავიწყე, თუმცა ჩვენი კომპანია ბაზარზე უკვე 25 წელია ოპერირებს 2001 წლიდან. რომ საუბრობდით იმაზე, რომ ანუ არ შეიძლება მოგზაურობაზე საერთოდ ფიქრი, დაგეგმა თუ დაზღვევა არ იქნება რეალური სერვისის შემცვლელი, აი ძალიან ბევრი კოლეგა მეუბნებოდა, რომ რაზეა ლაპარაკი, ანუ იმაზე, საზღვარზე რომ შეიძლება მოითხოვონ. კი, აი სადაც შეიძლება რომ მოითხოვონ, მე შეიძლება ვიფიქროთ ამაზე და ძალიან დიდი ბრძოლის და ეტაპების გავა მოგვიწია იმისთვის, რომ რეალური სერვისით გვეჩვენებინა, რომ დაზღვევა ფურცელის გარდა ყველაფერია სინამდვილეში. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტად რა შემოდის? კომპანია, რომელსაც ან აქვს ნდობა, ან არა. იმიტომ რომ ეხლა დაზღვევა შეიძლება დაარქვათ ყველაფერს, სადაც წერია რომ რაღაცა რომ მოგივიდეს, ამას დაგიფარავენ, მაგრამ რომ მოგივიდეს, რომ დაარეკავ, ვინ გიპასუხებს? ეყოლება თუ არა ასისტანსი იმ ქვეყანაში? რამდენად უსაფრთხო იქნება გადაადგილება სამედიცინო პუნქტამდე და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოხდება ანაზღაურება აბსოლუტურად, ხო. აი როგორც რეალურად ადამიანებმა ისწავლეს თუნდაც ტუროპერატორების გარჩევა კითხულობენ ვისი ტურპაკეტით მიდიან, ანალოგიურად ადამიანებმა ისწავლეს სადაზღვევო კომპანიების გარჩევაც. და ეს ყველაფერი ისწავლეს იმის მაგალითზე, როგორი გამოცდილება ქონათ ან თავად, ან თავის ახლობლებს. 12 წლის მერე ჩვენ აღარ გვიდგას ეგრე საკითხი, რომ უკვე ვინმეს უნდა აუხსნათ, არის თუ არა დაზღვევა საჭირო. 12 წლის მერე, ძალიან დიდი შრომის მერე, რაც მოვახდინეთ ამ ბაზრის დიჯიტალიზაცია და ვიყავით ამაში პირველები, იმიტომ რომ ამ სფეროში რომ მოვედი რაღაც კალმებით წერდნენ, დაზღვევებს და როგორც უნდათ ისე წერდნენ. აბსოლუტურად არ იყო არაფერზე მიბმული, არანაირ ლოგიკაზე, ანუ მგზავრი შეიძლება გაეშვათ სადღაც 20 დღით და გაეყოლებინათ ზუსტად იმ საზღვრისთვის სადღაც 3 დღიანი პოლის და მე რაღაც რო ხდებოდა, ვერავინ ვერ იგებდა რატომ არ იყო ეს დაზღვევა რეალურად მოქმედი მოგზაურობის სრულ პერიოდზე რა. და ნუ საბოლოო ჯამში აი ამ ბატალიებმა მეგვიყვანა იქამდე, რომ დღეს უკვე საკითხი ესე არ დგას, არის თუ არა დაზღვევა საჭირო. საკითხი დგას ასე, რომელი დაზღვევა მირჩენია რომ მქონდეს. აქ წარმოდგენილი კოლეგებიდან ჩემი პარტნიორები არიან ყველა, მათ შორის 10 წელიწადზე მეტი ექსკლუზიური თანამშრომლობა მაკავშირებს ერთ-ერთ მათგანთან 2019 წელს დაიწყეს ძალიან აქტიური და დღემდე სამაგალითო თანამშრომლობა მე ესე ვიტყვი, რომ ჩაანაცვლო მოქმედი პარტნიორი და ჩანაცვლების სერვისით შეძლო რომ მოიპოვო არა მარტო ამ კონკრეტული დიდი კომპანიის დობა, არამედ ყველა მისი მგზავრის ეს კიდევ უფრო რთულია, ვიდრე საწყის ეტაპზე როგორც ექსკლუზიურმა კომპანიამ შეძლო რომ ამ სერვისით, შენი კონკრეტული მაგალითები და შრომით მოკლედ დაამტკიცო ეს შენი სანდოობა. და ნუ საბოლოო ჯამში უკვე ესე არის, რომ ადამიანებმა იციან სააგენტოების გარჩევაც, ხარისხენი სერვისი რა არის, რეალურად მოქმედებს თუ არა სადაზღვევო პაკეტები და რეალურად რას ნიშნავს ანაზღაურებული სამედიცინო სერვისის კომფორტი. და რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ძალიან ძვირია. აღარ საქართველოში აღარ არის არაფერი იაფი, მაგრამ საზღვრებს გარეთ ეს ძალიან ძვირია. კი. ბოლო წლებში მეგობრებო ძალიან გახშირდა სიტყვა დემპინგი. ჩვენი საყვარელი სიტყვა. კი, არაბუნებრივად დაბალ ფასებში გაყიდვა პროდუქციის. აი ამაზე მინდა ვისაუბროთ, ეს თემა ძალიან კარგად მინდა რომ ჩავშალოთ. სალომე, პირველ რიგში მინდა გითხო, სად გადის ზღვარი ჯანსაღ კონკურენციასა და დემპინგს შორის? მე თუ მკითხავთ, საერთოდ კავშირში არ არის ორი სიტყვა ერთმანეთთან. ანუ დემპინგი აკავშირებენ, კი.
ჩვენთან გაიგივებულია, არა თუ აკავშირებენ, გაიგივებულია. კონკურენციასთან არაფერი კავშირი. ჩემთვის კონკურენცია და დემპინგი საერთოდ არამონათესავე ტერმინებია, იქიდან გამომდინარე, რომ თუ სიტყვის მნიშვნელობას გავამარტავთ, გასაგებია, რომ დემპინგი არის იმაზე ნაკლებად გაყიდო ნებისმიერი სახის მომსახურება, რაც აქვს მას თავისი თვითღირებულება. და ეჯიბრები შენს ეგრეთ წოდებულ კონკურენტს არაჯანსაღად, არასწორად და არასწორი ხერხებით და მეთოდებით. გულისხმობ როგორც ტუროპერატორების, ასევე ტურისტული სააგენტოების უქმნი მოლოდის, რომ ეს ასე ღირს, ამ დროს არც კი ღირს. არ აქვს მნიშვნელობა სფეროს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენსთანაც და სადაზღვევო სფეროშიც ანალოგიური შემთხვევა იქნება, ვთქვათ, პირობითად მარტივი გასაგები რო იყოს ჩვენი მსმენელისთვის, ეხლა ჩვენ ყველა ამ სფეროში ვარ და გვესმის ერთმანეთის, თუმცა ეს გადაცემა ყველაზე მთავარი ის არის, რომ მინდა რომ აი მომხმარებელმა გაიგოს და იცოდეს რა ხდება. აი ვთქვათ, ვხედავთ, ჩვენ ვართ სოციალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი პირველი გვხვდება ან Facebook-ზე, ან ნებისმიერ სხვა დიჯიტალ პლატფორმაზე. შესაბამისად, ძალიან მადის ამსვლის შემოთავაზება, რაღაც აქცია, ვთქვათ, ტური ნებისმიერ ქვეყანაში სადღაც 400 ლარიდან 900 ლარიდან ან რავი, ძალიან იაფი რაღაც მიზერული თანხა მიწერილი. არარეალური, ბუნებრივი, ეს ვიცით ჩვენ რომ არ არის რეალური, ვინც ამ პროდუქტს ქმნით, მაგრამ იმ ადამიანისთვის, ვინც არ არის ჩახედული და არც არის ვალდებული იყოს ჩახედული მსგავსად, ხომ? ის არის უბრალოდ მომხმარებელი. მისთვის, რა თქმა უნდა, მარკეტინგულად თვალწარმტაცი წინადადება. ეგრევე ეგება ამ ანკეს და იწყებს უკვე რეკვას და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ამ წლების განმავლობაში მიმართავენ ნებისმიერი კომპანიები, ტურისტული სააგენტოები, ან თუნდაც ტუროპერატორები მსგავს ხერხს და ასრულებენ სავალალოდ, როდესაც ეს ეგრეთ წოდებული პირამიდა, რომელიც ასევე ნებისმიერ სფეროში არის, დავინახეთ ხომ, როგორ ძალიან ბევრს აზარალებს ერთად და ერთიანობაში. და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში აზარალებს მგზავრს. იცით რა არის ანა ბოლოს, მაგრამ საკმაოდ რთულად. და ფაქტიურად შეიძლება საერთოდაც ვერ წავიდეს, რომელიც მოხდა აგერ და ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს. ძალიან რთულია თავიდან, თავიდან ძალიან რთულია. როდესაც ვხედავთ, რომ თქვათ ერთი და იგივე მომსახურება, თქვათ X მოგზაურობა, მამუკასთან ღირს პირობითად 10 ლარი, სალომესთან ღირს თქვათ 10 ლარი, მაგრამ ვიღაც X ტუროპერატორთან ყველაფერი იგივე სასტუმრო, იგივე ფრენა, იგივე მომსახურება ღირს, განა 2 ლარით ნაკლები, განა 9 ფასი, არა. 3 ლარი, ანუ სადღაც 70%-იანი ფასდაკლებით, როცა სარგებლობ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველი რაც მოსდის მგზავრს თავში არის ის, რომ რატო გადავიხდი 70%-ით მეც, როდესაც ყველაფერი იგივეა, რა არის სხვაობა, ხო? ამ შემთხვევაში, პირველი რაც მოდის ის არის, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა. ვინ არის კონკრეტული მომწოდებელი, რას წარმოადგენს, რამდენი წელია არსებობს, თქვა ტურისტული სააგენტო, რამდენი წელია არსებობს ბაზარზე, აქვს ოფისი, ყავს თანამშრომლები, რა რესურსი აქვს, ან რა ვთქვათ ეგრეთ წოდებული ფინანსური მხარდაჭერა და ზურგი მოდის დღეს, ხო? თუმცა ამ ყველაფრის გამოძიებას ახლა ალბათ არც დაიწყებს აფულის სეზონში, როდესაც ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სხვადასხვა მომხმარებლისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეიძლება დღეს ვისარგებლო მე ამით და არ მოვყვე ეგრეთ წოდებულ ამ კატასტროფაში. ვიღაცას გაუმართლოს და ვიღაცას არ გამიმართლოს. თუმცა ამის ბოლო, როგორც ნებისმიერი პირამიდის, არის ყოველთვის სავალალო და არასოდეს არ სრულდება კარგი შედეგით. ბაზარიც აი ესეთია ხა, ადამიანები რას უყურებენ, ყოველთვის უყურებენ აი ფასს. აბსოლუტურად ფასს და ეხა ძალიან მინიმალურ სხვაობასაც რომ ადარებენ, 50-60%-იან სხვაობაზე ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული ხომ არა. რა რისკების ხარჯზე აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული? ამას არავინ არ უყურებს ესე თუ არ არის გამოცდილი მოგზაური, ან რაიმე კონკრეტული შემთხვევა არ ქონია მასთან მის ახლოს. ჩვენ ხომ მასიურად ვსაუბრობთ სტატისტიკურად, რომელსაც აი ჩვენ მქონდა შემთხვევა, ხალხი დარჩა სხვა ქვეყანაში და ფიზიკურად ვერ მოდიოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენ ერთობლივი ძალებით ჩამოვიყვანეთ. ეს იყო უბრალოდ
კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ეს ხალხი იქ არ დაგვეტოვებინა და ანუ არა მხოლოდ გზავრი ზარალდება, მოკლე ვადებში დიახ, რა თქმა უნდა, გზავრია ის ვინც ფული გადაიხადა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ უფრო ზარალდებით რეპუტაციის თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტად ზარალდება ტურისტული სააგენტოები, იმიტომ რომ მე უკვე უნდობლობა ცხადდება მომხმარებლის მხრიდან მთლიანად ბაზარზე და უკვე ჩვენთანაც ძალიან გააშირდა მამუკა ზარები აი საბოლოოდ რა შედეგი მოაქვს ბაზრისთვის მამუკა აი ამ დემპინგს, აი ეგ მაინტერესებს. ნახეთ როგორ არის სალონი ზუსტად სწორად დაიწყო, ხა დემპინგი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო ეს არის პროდუქტის იმაზე იაფად გაყიდვა, ვიდრე მისი თვითღირებულება. კი. თქვენი მაყურებლისთვის ეხლა თქვათ, რატომ ვსაუბრობთ ჩვენ ამ დემპინგზე როგორც საფრთხეზე, ხო? იმიტომ რომ ცხადია, ყველას ინტერესია, რომ პროდუქტი რაც შეიძლება უფრო დაბალ ფასად მიიღოს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პროდუქტი იყიდება თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად, ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ სადღაც ეს ჯაჭვი გაწყდება და სადღაც შეიძლება 10-მა გზავრმა დაისვენოს, მაგრამ მე-11-მა უკვე მოუწიოს ის და თან მით უმეტეს ეხა საუბარი თანხა დაკარგოს უბრალოდ. იცით რა, აქ არ არის მარტო თანხაზე დაკარგვა, ეს არის უდიდესი სტრესის მიღება. რა თქმა უნდა, მორალური ზიანი, თანხობრივი გეგმას და კიდევ ერთ დავამატებ, ანუ ეს სალომემაც ახსენა, გარდა იმისა, რომ არის თვითონ მომხმარებელი ზარალდება, ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზარალი ზოგადად სფეროსთვის და ამ სფეროს კეთილსინდისიერი მოთამაშეებისთვის. აი თუნდაც ერთი მარტივი მაგალითი რო გითხრათ. ეხლა შარშან ზოგადად ტუროპერატორები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებლები მივაჩვიოთ იმას, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ თავიანთი ზაფხულის მოგზაურობის დაგეგმვა და ამ მხრივ მართლა პროგრესი გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან კაი კულტურა გვაქვს უკვე. ყოველ წელიწადს აი იმ ხალხის ხვედრითი წილი, რომელიც ივლისის და აგვისტოს ტურებს ჯავშნიან, იანვარში, თებერვალში ყოველწლიურად იზრდება. აი ერთი მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, თქვათ შარშან ერთ-ერთმა ჩვენმა ნაკცნობა მეგობარმა მოგმართა რაღაცა ტურის ღირებულება დაუთვალეთ ზუსტად იგივე ტური და ნუ რაღაცა სიტყვაზე ჩვენ რო უთხარით 20,000 შემდეგ ეს ადამიანი დაიკარგა და ნუ არ გამოჩნდა. რა თქმა უნდა სხვაგან იყიდა. კი ბატონო. და ეს ჩვენი კომუნიკაცია ხდება დაახლოებით იანვარში, თებერვალში და შემდეგ უკვე სექტემბერში ვიგებთ რომ ეს ადამიანი მოხვდა არაკეთილსინდისიერი ხალხის ხელში. შემდეგ ვიგებთ იმას, რომ ის ღირებულება, რაც ჩვენ უთხარით, მასზე 20%-ით უფრო დაბალი ღირებულებით ვიღაცამ შესთავაზა და უკვე რასაც ქვია, ურემი რო გადატრიალდა, პოსტფაქტუმ ხდება მსგავსი შემთხვევა და მე რას მინდა ხაზი გაუსვა და თქვენი მაყურებლებისთვის მარტივი გასაგები რო იყოს, რომ ზოგადად ტურიზმი არ არის ის სფერო, სადაც ტურისტული კომპანიები ან ტუროპერატორები მუშაობენ 20, 25 და 30%. რომ იცოდნენ რა მარჟა არსებობს, უბრალოდ არც დაიწყებენ ხო სხვადასხვა სააგენტოებში თანხების გადამოწმებას. მე არ მინდა ეხა რაღაც ერთგვარი პასუხისგებლობა გადავიტანო მომხმარებლის მხარეს, უბრალოდ აი სალომემაც ახსენა, როდესაც ერთ და იგივე პროდუქტი ღირს რაღაცა 500, ვიღაცა ყიდის 490 და ვიღაცა ყიდის 510 დოლარად თუ ევროთ, მნიშვნელობა არ აქვს. უცებ, როდესაც ზუსტად ანალოგიურ პროდუქტს ვიღაცა გთავაზობთ 250 და 280 ევროთ, ელემენტარული ცოტა უნდა ჩაუღრმავდეთ. უბრალოდ ესეც ისევ და ისევ თქვენი მომხმარებლებისთვის გასაცავად რომ არ გაებნენ ისეთ მახეში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა როგორც გითხარით, უკვე არაერთი წელია, არაერთი ათეული წელია უკვე რაც ამ სფეროში ვარ და აი მე არ მახსოვს წელი, როდესაც არ მახსოვს სეზონი, როდესაც მინიმუმ 2-3 ბაზრის მოთამაშე არ გაკოტრებულიყოს. ეს გაკოტრება იწვევს ათეულობით და ასეულობით ოჯახების დაზარალებას. იმიტომ რომ ეხლა აი თქვენი მაყურებლებისთვის მარტივად რო იყოს თქვა გასაგები, ანუ თითოეული მომხმარებელში მე პირადად ვხედავ ადამიანს, რომელიც რაღაც თავის სფეროში მუშაობს
მთელი წლის განმავლობაში რაღაცა დანაზოგს აკეთებს, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თავს მისცეს უფლება რომ დაისვენოს. და შემდეგ მსგავსი არაკეთილსინდისიერი ხალხის გამო, ანუ ფაქტიურად ითვლება, რომ ამ ადამიანმა მთელი წლის განმავლობაში ამაოდ და ფუჭად ვიღაცისთვის იმუშავა. მე თვითონ რეპუტაციოდაც როგორი რთულია, ხო, ამ ბიზნესში, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, ბევრი წლიან და გამოსტილ ადამიანებს, ხო, ვინც ამ ბიზნესში მუშაობენ, ძალიან დიდ შრომას დებენ, ხო, ყველა ვინც აქ არის, მამუკა საკმაოდ დიდი შრომა აქვს ჩადებული, იანის, სალომეს, ყველას აბსოლუტურად და რეპუტაციულად უკვე ამაზე მიდის საუბარი და მსჯელობა, რომ რაღაცა საქმე, როგორც კი გახდება რეზონანსული, აი ქართულ რაღაც ტურიზმის ბაზარს ხო არ უნდა ენდოთ, რატო არ უნდა ენდოთ? ანუ ადამიანები შრომობენ დღეს და ღამეს, ასწორებენ იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ სერვისის მაქსიმუმი, ხო? ხო, მაგრამ აი გადაწყვეტილებას ვერ ეტყვი, ხო, ხდება, ანუ ვერ ეტყვი. ეს დემპინგი ყველგან არის. თუნდაც ტუროპერატორი, თუნდაც სანამ დაიწყებ, ერთს დავამატებ, აი ეს თემა რო რეპუტაციული რამხელა დარტყმა არის, წინა თემა რო დავასრულო. ანუ წინა кейსი რაც მოვყევი, ფაქტიურად გამოვიდა ისე, რომ ჩემი იანვარ-თებერვალში დაწყებული კომუნიკაცია შედეგი პირადად მე გავიგე სექტემბერში. ანუ მთელი 6-7 თვის განმავლობაში იმ ადამიანს ქონდა იმის განცდა, რომ მე მას ძალიან დიდი თანხა 20%-იანი რაღაცა 2-3-4,000 ლარით უფრო მაღალ ფასთან, ნუ ეხა ხო ხდებით უკვე ადამიანური ეგეც ძალიან ცუდი მომენტია. ძალიან ცუდი თუმცა მომენტია. დაბალი ფასი ყოველთვის დემპინგს არ ნიშნავს, ახლა მაგაზეც უნდა კონკურენტუნარიანი ფასი და დემპინგური ფასი სხვადასხვა. ჩვენ მოსაზრებასაც ჩვენ საბიზნეთის მიმართულებაზე რომ მოვიშალოთ, საბიზნეთი ძირითადად ახლა სხვა მიმართულებებთან შედარებით, ხო, ახლა იგივე თურქეთი რო აქვს, თურქეთი მაინც უფრო ჩარტერული მიმართულებაა და საბიზნეთი არის უფრო რეგულარულ ფრენებზე აწყობილი პროდუქტი, ასე ვთქვათ. ფასი ყოველთვის არის დინამიური. სასტუმროების უმეტესობაც, ანუ 80% საბერძნეთის სასტუმროების უკვე ნელ-ნელა გადადიან დინამიურ ფასებზე. ანუ კი კომპანიას ტუროპერატორს აქვს სტატიკური კონტრაქტები, მაგრამ ძირითადად მაინც ზაფხულის მაღალ სეზონზე უფრო იმას უპირატესობას ანიჭებენ დინამიურ პაკეტს. აი მაგალითად რო ავიღოთ ასეთი მიმართულები როგორც არის მიკონოსი, სანდორინი, პაროსი, არ გულისხმობ დიდ მიმართულებებს, როგორც არის კრეტა, როგორც არის როდოსი, როგორც არის ხალკიდიკის ნახევარკუნძული. იქ ყველგან არის დინამიური პაკეტირება. ანუ დღეს შეიძლება ფასი შეამოწმო ღირს 100, ხვალ შეხვიდე და ღირს 500. კი, ეს არის დემპინგი. შეხვიდე არის ხელმისაწვდომობა და ზუსტად 2 წუთში გადამოწმო და ხელმისაწვდომობა აღარ არის სასტუმროში და ვერც დააჯერებ, ხო? მაგრამ ნუ აი ეს ახასიათებს ზოგადად ამ სფეროს ახასიათებს დინამიურობა ძალიან. საბერძნეთის მიმართულებაზე ცოტა, ანუ მე პირადად მერტულება რაღაც დემპინგის თემაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ. ანუ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ შეიცვალა პროდუქტი. ანუ საბერძნული პროდუქტი ზოგადად ევროპული ალბათ უფრო რაღაც უფრო სახასიათოა. ხო, შეიცვალა, უფრო დინამიური გახდა. უფრო დინამიური და როცა შენ რეგულარულ ფრენაზე ჩვენ როცა რეალობასთან გვაქვს და რეალურ ფასებთან გვაქვს საქმე, ხდები ეგ სხვა რაღაცაა. სხვადასხვა მომწოდებელს აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა ფასები. ამ დინამიურ სივრცეში შენ გაქვს სხვადასხვა ზოგს აქვს უფრო დიდი საკომისიო ზოგს უფრო ნაკლები და ასე შემდეგ და ამით აყალიბება ახლა უამრავი პლატფორმებიც არის, ხო? ყველა ახლა ტურისტულებიც ამოწმებენ ამ უამრავ პლატფორმებზე. ხდება სხვა მეც რო ვამოწმებ დავადრებ მე ვხედავ რომ ზოგს უფრო დაბალი აქვს ზოგს საერთოდ არ აქვს ის პროდუქტი რომელიც მე მაქვს მაგრამ აი ჩვენ საუბრობთ ერთი და იგივე ერთი და იგივე ფრენაზე აწყობილი პროდუქტი ყველაფერი ერთი და იგივე ყველაფერი ერთი ვერ იქნება ან თუნდაც შეიძლება არც იყოს ერთი და იგივე იყოს რაღაც სხვა მიმართულება მაგრამ როდესაც ვართ ამ სფეროში და ვიცით თვითღირებულება ვთქვათ ავიაბილეთის რომ არის რაღაც X თანხა აბსოლუტურად ყველას გვაქვს წდომა ამასთან მით უმეტეს როდესაც მთელი ამდენი წლის განმავლობაში ხარ ბაზარზე მთავარი მოთამაშე და იცი მთლიანი ტურპაკეტი რა ფასად იყიდება ანუ წარმოუდგენელია როდესაც ტურპაკეტის ფასი უფრო იაფია ვიდრე
კონკრეტულად ავიაბილეთის ფასი, აქ უკვე გასაგებია, რომ ეგ დემპინგიც აღარ არის, ეს არის ტრანსფერის ფასის ტოლი. დემპინგის კიდე რაღაც სხვა განზომილება, რომელიც ეხლა ხან შემოვიდა საქართველოში სამწუხაროდ ბოლო 2 წელია და ჩემი კიდევ ერთი სუბიექტური აზრი არის ის, რომ ეს ჩვენ გავუძლებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მართლა 33 წელია ყველაფერი ომის გამოვიარეთ, დემპინგიც, ნებისმიერი სახის პანდემია და პანდემიამდე კიდე არ ვიცი იმდენი კრიზისი, რომ როდესაც ამ ხელა კომპანიებზეა საუბარი, მათ რესურსიც ძალიან მაღალი აქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისევ და ისევ დაზარალდება პატარა კომპანიები და დაზარალდებიან ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი მოქალაქეები. მე ხა მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ საერთაშორისო კომპანიას და ბევრ სხვა ქვეყანაში ვოპერირებ, ქართველი ვარ პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ნომერ პირველი გულშემატკივარი ვარ ჩემი ქვეყნის და ამ სფეროს განვითარების. და ამიტომ, როდესაც ვაჯვებთ მომხმარებელს იმას, რომ რაღაც მომსახურება ეს ჭიქა, თქვა ღირს 10 ლარი და მე მიჯდება ეს ჭიქა, მიჯდება ცუდი სიტყვა, მაგრამ ძალიან კარგად ასახავს, რაც არის. ანუ თვით ღირებულება ამ ჭიქის არის 10 ლარი და მე ამას ვყიდი 8 ლარში. ეს არის ის მომხმარებელმა. იმას გონია, რომ 8 ლარი არის ამის ფასი, სამართლიანი ფასი და მე ერთი წლის შემდეგ, როდესაც შევაჩვევ მომხმარებელს და ვითომ რომ აქვს მოლოდინი, რომ მოდი ახლა მე შევალ ბაზარზე და მე ნელ-ნელა მოვუმატებ არ არის ეგრე, იმიტომ რომ მომხმარებელს უკვე დამახსოვრებული აქვს, რომ ამ ჭიქის ფასი არის 8 ლარი და შემდეგ უკვე მოლოდინი აქვს, რომ ირინასთანაც, მამუკასთანაც ამ ჭიქას იყიდის 8 ლარში. თუ ვერ ნახავს 8 ლარში, მაშინ უკვე წავა მოივლის მთელი საქართველოს ტურისტულ სააგენტოებს, დამიკელი 5 ლარი, დამიკელი 2 ლარი და არ ვიცი, ამდენი წლის შრომის შემდეგ რომ ეს ბაზარი უნდა იქცეს რაღაც გაცვლა გამოცვლის და ვაჭრობის ობიექტად, მე ამაზე პირადად ძალიან მტკივა გული და ის ხარჯზე კეთდება დემპინგის დროს კომპრომისი. ან არასოდეს გამიკეთებია. აი შენი ფიზიკურად ვერ არ კეთდება, ანა. არ კეთდება. რეალურად თუ გინდა სერვისი მიაყოლო, ვერ გაუკეთებ მაშინ უნდა მოიტყუო და უნდა მიაყოლო არაფერი, ანუ რაღაცა გაკეთდეს. საოპერაციო ხარჯები. ზოგ კომპანიებს მაღალი საოპერაციო ხარჯები, ზოგ კომპანია. როგორც არის, ანუ ტუროპერატორებზე არ არის მარტო საუბარი. ტურისტული სრუა 6 თანამშრომელი ოფისი აქვს ქალაქის ცენტრში, უძვირფასესი ავეჯით და ზოგი არის მუშაობს პატარა ოფისში 10 კვადრატული მეტრი. არ იქნება არანაკლები პროფესიონალი ის ადამიანი, ხო რა? მაგრამ იმას ხო ფინანსური ზურგი ვერ ექნება იანის. ვერანაირად ვერ ექნება ის ფინანსური. მე მესმის რომ ფინანსური, ანუ რამე რო გაუჭირდეს, ჩვენ რას ვიძახით, რომ ანუ ეს პატარა გადასხვევაზე რა თქვა? არა, არავინ არ ამბობს ამას. არა, მე ვამბობ. მაშინ იცით სად მივდივართ, მაშინ იქ მივდივართ, რომ მოდი იყოს კარპური და იქნება უბნის მარკეტი, რომელიც ანუ მე პირადად მიყვარს უბნის მარკეტში რომ მივალ. აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა. ჩვენ ვამბობთ რომ იყოს კარფურის და იყოს უბნის მარკეტიც, მაგრამ უბნის მარკეტში როცა პროდუქციას აწერია რაღაც კონკრეტული ვადა და კარფურშიც როცა აწერია პროდუქციას რაღაც კონკრეტული ვადა და თავის საფასო კატეგორია აქვს, უბნის მაღაზიაში ვადაგასული პროდუქცია არ უნდა იყოს. იგივეა ახლა დემპინგის ნაწილში. ხო, არა, დემპინგის ნაწილში რამდენჯერაც გინდათ იმდენ ქარტეხილში ვიყავით ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ამ ბაზარს ესე პარალელურად მივყვებით. ეს ბაზარი ჩვენ გარეშე არ არის, ჩვენ ამ ბაზრის გარეშე არ ვართ, ხო? რამდენჯერაც გინდა ყოფილა სიტუაცია, როცა აი შემოსულა ბაზარზე კომპანია და უთქვამს, რომ რასაც ახლა თქვენ მიშვეული ხართ ვიცი, ვისთანაც თანამშრომლობთ ვიცი, ეხლა ყველაფერი გექნებათ ნახევარფასად. კი, ერთად პოლისი და ანუ რის ხარჯზე იმას ეჭვს, ხო? და მე ახლა შეიძლება მამუკას ტიპის კომპანიამ, რომელმაც იცის რეალურად რას ნიშნავს ეს პროდუქტი, რომელიც გარეშეც მოგზაურობა წარმოუდგენელია, პირობითად შენ იცი, შეიძლება კითხვა არ ქონდეს და გაეცინოს ესეთ ოფერზე რა, მაგრამ ძალიან ბევრი ზუსტად ეს პატარა კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საოპერაციო ხარჯების რაც შეიძლება მეტი მინიმიზაცია მოახდინოს
დარეკავს და ჩემი სტაფის თანამშრომლებს, სტაფის წარმომადგენლებს კითხავს, რომ ჭირს რა არის, თქვენთან რომ ორჯერ ძვირი, ანუ ორჯერ ძვირია სიტყვის და არა იმას, რომ თქვენთან რომ საბაზრო ფასი ღირს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ამის იქით მართლა სერვისი უზრუნველყოთ. თქვენთან რომ ორჯერ ძვირია, რატომ არის ორჯერ ძვირი? ამიტომ კითხვის დასმა უკვე ორჯერ ძვირია უკვე ნიშნავს, რომ თემპიკთან გაქვს საქმე, იმიტომ რომ ვერ გააკეთებ, ვერ გააყოლებ ვერანაირ სერვისს. ნუ წარმოუდგენელი ამბავია. ეს ხო ტელეფონზე ვერ გიპასუხებენ რამე რომ მოგივიდეს. ნახევარ ფასად ფასად. გასუხებენ, კი და ბატონო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მე კონკრეტულად თქვა ჩვენს კომპანიას, იქ ძვირია ფასები მაღალია. ჩემთვის ეს კომპლიმენტია. ჩემთვისაც პირადად, იმიტომ რომ მე ვაფასებ და პირველ რიგში ჩემს საკუთარ შრომას, შემდეგ ჩემი გუნდის შრომას და მთელი ჩემი კომპანიის და ჩვენი კომპანიის, რომელიც ჩვენ ზურგს უკანა და ამდენი წლის განმავლობაში გამოცდილება, ხარისხი მოვიტანეთ. ხო, შესაბამისად, როგორ შეიძლება კომპანია, რომელიც არის აბსოლუტურად წელგამართული იმ სფეროში, სადაც არის. მის სიტყვას ენდობა ყველა. აქვს ძალიან დიდი ზურგი და არის ოპერატიული. მომსახურების ხარისხში არის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე, ზუსტად იგივე მომსახურების საკომისიო კონდეს, ვთქვათ, ვისაც შეიძლება მთელი ორი კვირა ელოდო და პასუხი არ გაგცეს, ხო? სალომე, საქმე ზუსტად შემეკუთხით. მიდის აი აქ. ზუსტად მან მივდივართ ჩვენ, რომ როდესაც უნებრივია, რაც შენ ჩამოთვალე მაგალითად დონის მომსახურება, ოპერატიულობა, რაც ჩვენ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ფაქტიურად მთელი ჩვენი ახალგაზრდული შევალიეთ და მართლა ის რომ დღესდღეობით თქვა ჩვენი კომპანიები წარმატებულად ოპერირებენ, ეს არის დიდწილად იმ ადამიანური ურთიერთობების დამსახურება, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ყველა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, რა ვიცი, ამის ნათელ მირონობაში გადაგვდის ეს ურთიერთობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ესეთ უკეთ როცა მსგავს იმაში რაღაც ჩაკეტილი წრი არ მინდა, როცა მსგავს ველზე შემოდის, თქვა, ახალი მოთამაშე, ერთადერთი შესაძლებლობა რომ გაგიწიოს კონკურენცია არის რომ შემოვიდეს ძალიან დაბალი ფასით და ამით ანუ ეს არის მის გააფუჭოს ბაზარი მართვის სადავე რომ გააფუჭოს ბაზარი მომხმარებელს გაუჩინოს მოლოდინი რომ ეს ფასი რეალურია რასაც სალომე ამბობს ანუ უთხრას რომ ეს ჭიქა ნამდვილად 8 ლარი ღირს თავიდან ახალი კომპანია რომელსაც გააჩნია თავისი დიდია ისე კომპანია, რომელსაც თავისი ავიაკომპანია აქვს რაღაცა, ну შემოვა ისე რაღაც სხვა კონკურენტუნარიანი ფასით, კი. ზოგადად ხო, ზოგადად კონკურენციის თემა პირადად ჩემი აზრია, რომ ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც აი მაგალითი რო ავიღოთ, მე არ მინდა არანაირად რამე ესეთი რა ქვია, აუგად მოიხსენიო ქართული ტუროპერატორები, თუმცა აი მაგალითად პეგას ტურისტიკის ბაზარზე შემოსვლამდე ნოვატორი, აი რაღაცა ძალიან ისეთ აუღელვებლად ყოველი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებდა თავის საქმიანობას, მაგრამ როცა დავინახეთ, რომ შემოვიდა ძლიერი მოთამაშე, რაღაცა ერთგვარი შინაგანი ძალების მობილიზება და мотивация გაქვს, ამით ბაზარი ვითარდება საბოლოო ჯამში, ხო? კონკურენციას ყველანი მივესალმებით, იმიტომ რომ კონკურენციის პირობებში იბადება უამრავი საინტერესო იდეა, უამრავი ალტერნატიული მიმართულება, უბრალოდ თანხმდებით ერთ რაღაცაზე, რომ ეს კონკურენცია უნდა იყოს ისეთ ჩარჩოებში, რომ ელემენტარული ფინანსური მოგება და მოგება ყველა უნდა ვიმუშაოთ მოგებაზე. ყველა უნდა ვიმუშაოთ მოგებაზე. მოდით ერთ რაღაცა ძალიან ისეთ მარტივ რაღაცას ვიტყვი, რომ მოგების გარეშე ვერც ერთი კომპანია ვერც ინვესტირებას განვითარებაში ვერ გააკეთებს, ექსპერტიზაში ინვესტირებას ვერ გააკეთებს. და ნუ მუდმივად ვერ განვითარდება, ხო? ანუ რისთვის ვაკეთებთ ახლა? ესეც ჩვენი საქმიანობა და ამაში რამე რო გაუჭირდეს ვერ დაეხმარები, ხო? რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ ახლა ყოველ წელს ჩვენ ახლა მოგებაზე რო არ ვიმუშავებთ, ყოველ წელს ხო ჩვენ ხო ვაკისრია ის, რომ ჩვენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი პარტნიორები რაღაც ინფოტურებს, საინფორმაციო ტურებს ვაკეთებთ, ხო? სადაც ამას ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. ვერ ამას მოაქვს ის რომ ის ტურისტული არ გავაკეთებ, ხო, ტურისტული კომპანია არ ექნება ის ცოდნა
ხო ყველაფერი ისა ვითარდება, ხო ინფრასტრუქტურა იგივე თურქეთში იცვლება, ახალი სასტუმროები იხსნება. ამას ვერ ეცნობი და შესაბამისად, სერვისის დონე ისე ვარდება და გაყიდი მხოლოდ იმას, გაქვს ნანახი 20 წლის უკან. იანის რაც შენ სახსენი ხე ცოტა ისეთი რთული თემაა, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენს სფეროში ძალიან დიდი პრობლემა არის კვალიფიკაციის პრობლემა. იმიტომ რომ რეალურად ეხა ტურისტული კომპანიებში ჩვენ რამდენიმე ასეულ ტურისტულ კომპანიასთან მუშაობთ და აი ძალიან პატარა ხვედრითი წილი არის ახალი კადრების გამოჩენა, იმიტომ რაღაცა მაინც სულ ერთმანეთში რაღაცა როგორც იმაში საფეხბურთო დაბლ სეზონზე არის სატრანსფერო პერიოდი, რომ ერთი ფეხბურთელი მეორე გუნდში გადადის და ასე შემდეგ, აი რაღაცა ხდება და ხო რაღაცა ახალი სისხლის შემოდინება ჩვენ სფეროში, თუ არის ძალიან მაგალითად ჩვენს კომპანიას ფაქტიურად მუდმივად ვაკანსია აქვს გამოცხადებული და რაღაცა მოდიან ჩვენთან რაღაცა 1000 გვარი სერტიფიკატებით და ტურიზმის გადამზადების ცენტრები მოვლილი რაღაცები, რომლებიც ელემენტარულ მოთხოვნებს ასე ეს ეხლა ძალიან ჭირს კადრები, ძალიან ჭირს. ეს თემაც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ისეთი მტკივნეული თემაა, რაც თუნდაც მე გადაიზრდება, თქვა, დემპინგსაც ერთ-ერთი შემის არის და ამ მივყევართ ამ ეს იცი რატო არის ესეთი თვალწარმტაცი შორიდან, იმიტომ რომ როცა უყურებენ ჩვენ ცხოვრებას გარედან, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, რა გენაღლება? განსაკუთრებით მე, როცა ძალიან ბევრ ქვეყანას მაფარია და ვარ პასუხისმგებელი, სულ მიწევს შენ რას ამას მუშაობა ქვია, ეს უკვე მივეჩვიე და აღარ მაქვს ამაზე რეაქცია, თუმცა გონია ზუსტად ახალ თაობას, როცა მოდიან ჩვენ სფეროში დასურთ დასაქმება, დასასვენებლად მოდიან და პირველი კითხვა არის ის, რომ რამდენ ქვეყანაში გამიშვებთ, რომელ ქვეყნებში ვივლი, რას ვნახავ, ანუ განა ის რომ რამე ახალი ვისწავლო, ან ზოგადად რა არის ტურიზმი, ხო, ყველასთვის ტურიზმი არის და გონია რომ ეს არის უბრალოდ მოგზაურობა. თუმცა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ იმოგზაურებდნენ კი. თუმცა მოგზაურობის იქით იანის არის ცოდნა, რომელიც უნდა გქონდეს სანამ სამოგზაუროდ წახვალ და აიღებ პასუხისმგებლობას იმ მოგზაურობის პერიოდში, რომ რაღაცას გაუწიო ორგანიზება. ორგანიზება გაუწიო, ხვდები? რამხელა სტრესია, რამხელა პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი სტრესი და ამისთვის სად უნდა იყოს ფსიქოლოგიურად? ყველაზე ისე სასაცილო რა არის, იცით? ყოველ წელს რაღაც ახალი, იმიტომ რომ არის მოთხოვნები სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელზეც ახლა მეც არ მინახავს, ხო? ახლა ერთხელ შემოვიდა ორჯერ და მომავალ წელს აუცილებლად დავგეგმო, მეც უნდა წავიდე ვნახო. ზოგჯერ ბაჟე ისიც, რატო არის აუცილებელი? პაროსი და პოროსი ეშლება. დავსიან პოროს და მიდიან პაროსზე. ხო, აი ესეთი ელემენტალური და იმიტომ ვიძახი რომ ინვესტირება. სანამ ამ თემას ამოვწურავთ, მე მინდა რომ თქვენს მაყურებლებს განსაკუთრებით იმასაკის მაყურებელს, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, მინდა მოუწოდო და უთხრა, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, მიუხედავად იმ სტრესული ღამეების და დღეების და მიუხედავად ფსიქიკის მუდმივი ჯანჯღარისა, რომელსაც გავდივართ, ეს ტურიზმის სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და საინტერესო სფერო და ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე და რომელმაც გაამართლა, სწორედ ეს იყო, რომ როდესღაც გადავწყვიტე, რომ მედი მეცა და ტურიზმში, ასე რომ ყველა თქვენს მაყურებელს, მსმენელს მოუწოდებ, რომ ნამდვილად ღირს ცადოთ ბედი და როგორც ტურიზმში ვამბობთ ხოლმე, ერთხელ თუ შემოხვალთ ამ სფეროში, მე უკან დასაბრუნებელი გზა მოჭერდა. ეს ძალიან ხატოვნად არის, რა თქვა, მე მახსოვს ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ჩემთვის ძალიან საყვარელმა და ძვირფასმა ადამიანმა მაშინ მენტორობას მიწევდა, მასწავლიდა და მითხრა, რომ სალომეო, ავიაცია და ტურიზმი ჭაობიაო და სანამ ამ ჭაობში ახლა ფეხს ჩაყობ, კარგად მოიფიქრე, გინდა თუ არაო. მეთქი თუ არ მომეწონება, შევიცვლი, რა პრობლემაა, ვიყავით 18 წლის და მართლა ამ ჭაობში ისე ჩავერთე და ისე ჩამithრია, ცოტა მაზოხისტური დამოკიდებულება გიჩნდება. ანუ ფიზიკურად ვერც კი წარმომიდგენია სხვანაირად. მე მგონია, რომ ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ აი უნიკალური თვისება, რაც არ არის, ხო, ხა, იმიტომ რომ მე ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ტურიზმის გარდა კიდევ ბევრ სხვადასხვა სფეროსთან მაქვს შეხება და
ასეთი სწრაფად მანევრირებადი სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე სწრაფად შეუძლია რომ პირობითად კადრები მოიძიოს გადაამზადოს კვალიფიციური გუნდად ჩამოაყალიბოს სწრაფად შეუძლია რომ რაღაცა ტიპის რისკები გაანეიტრაოს და მაინც ფეხზე იდგეს მე ასეთი ტიპის დინამიურ ადამიანებს არ ვიცნობ როგორც ამ სფეროში ამას ვამბობ არა იმიტომ რომ ესე უნდა ვთქვა ამას ვამბობ იმიტომ რომ მე ამას ბევრი წელია ვუყურებ მათთან ერთად მილიონი ქარტეხილი გადამივლია მათ შორის ძალიან ბევრი გამარჯვება გვიზეიმია, იმიტომ რომ ეხლა ვახსენეთ აქ პანდემიამ რა ქნა პირველი თუ კი რამე გააჩერა და აბსოლუტურად გაანულა. ეს იყო ტურიზმი, მაგრამ ეს ხომ ნიშნავს რომ ეს არის ჩვენი შრომა, ჩვენი მომავლის გეგმები, ყველაფერი რაც გქონდა პანდემიამდე ჩადებული, ხო? ჩვენ რომ პანდემიის მერე დღეს ვხედავთ და ვლაპარაკობთ, ანუ ეს და კიდევ ეს კომპანიები რაც შეინარჩუნეს საკუთარი კომპანიები პანდემიის პერიოდიდან და შემდგომ დარჩნენ, ხო? ანუ დღეს ბაზარზე მხოლოდ კომპანიები ხო არ არის, ვინც პანდემიის მერე დაიწყეს ოპერირება, ძალიან ბევრია ის და ბაზისურად ისინი არიან, ვინც მანამდე იყვნენ. ზუსტად იმიტომ რომ ძალიან ესეთი ხალხი მუშაობს ამ სფეროში, რომელსაც შეუძლია კრიზისული სიტუაციების მართვა. ანუ გამოცდილია, ანუ მგზავრები უნდა ენდონ, ანუ შეუძლიათ განვითარებაზე ორიენტირებულები იყვნენ. დღეს ახლა ჩვენ რო ვუყურებთ ტურიზმის სფეროს, ის არ არის რომ მხოლოდ თვითმფრინავში ჩაჯდე და სადღაც გაფრინდე. ეს არის რომ ჩაჯდეს ვიღაც და აქ ჩამოფრინდეს, ხვდებით? ანუ აქ ვინ ხვდება? ხვდება ბედნიერი დაბრუნდეს. ბედნიერი დაბრუნდეს და აქ უნდა დახვდეს ადამიანი, რომელსაც იცის ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ აი ძალიან დიდი შრომა დევს კიდევ წინ რა. რა ჯერ კიდევ არ არის რა მაინტერესებს შენ ხა შიგნით ტურიზმში არ ხარ, ნუ შენ ძირითადად დაზღვევებში ხარ. აი რა მაინტერესებს. თუმცა ყველასთან არა, კი. მე მაინტერესებს შენ როგორც მგზავრი. გინდა სადღაც მოგზაურობა. აი და არ იცი რა ხდება ტურიზმში. როგორ ტურისტულ კომპანიას აირჩევდი რომ შენი, აი რა კრიტერიუმებით აირჩევდი ტურისტულ კომპანიას, რომ შენი მოგზაურობა იყოს 7 და არ იდარდო არაფერს. აი ძალიან ესეთ მაგალითს გავიხსენებ, ბევრი წლის წინ რაც იყო. იმდენად საინტერესო კითხვაა, რომ ეს ბევრი ტურისტული კომპანიისთვის რაღაცა გაიდლაინებით იქნება, ეხლა რასაც შემოუწოდა. აი ნახე, ძალიან ბევრი წლის წინ როცა ესე დამოუკიდებლად საკუთარი ფინანსური რესურსებით გადაუწყვეტეთ მეგობრებთან ერთად რომ წავსულიყავი სამოგზაუროდ აბსოლუტურად წარმოდგენა არ მქონდა ტურისტულ სეგმენტში რა ხდებოდა. ან ვინ იყო კონკურენტუნარიანი, ან რატო იყო კონკურენტუნარი, ხო რა რეგალები მქონდა, წარმოდგენა არ მქონდა. პირველი რაზეც დავიწყე ფიქრი იყო ის, რომ ვის ვიცნობ ისეთს, ვისაც შემიძლია დავურეკო და ვენდო, რომ მე რო იმას ვეთქვი, რომ აი რაღაცა მაინტერესებს და ამაში ვაპირებ რაღაცა თანხის გადახდას, კი, კითხვა არა მაქვს, იმან შეიძლება რაღაცა მოგება უნდა იყოს, რა თქმა უნდა იყოს, არავინ უფასოდ არ მუშაობს და ვერც განვითარდება ეს ბაზარი, ხო? ესე უფასოდ მუშაობთ, მაგრამ მე ვეძებდი ადამიანს, რომელსაც პიროვნულად ვანდობდი ჩემი და ჩემი მეგობრების ფინანსურ დანაზოგს და დროს, ხო? რომელიც ძალიან იშვიათად აქვს ისეთ ადამიანს, რომელსაც შემოსავალი აქვს და შეუძლია რომ საკუთარ თავს უფლება მისცეს რომ დაისვენოს. და პირველი რაც გამახსენდა, ერთ-ერთ ჩემს ყოფილ კოლეგას დაურეკე, რომელსაც გაგონილი მქონდა რომ იყო ტურიზმის სფეროში და უთხარი რომ აი რაღაც ესეთი რაღაცას ვფიქრობთ მეთქი და რას კი არ არისო პრობლემაო დაახლოებითო რა გჭირდებათო როგორ რაღაც და უკეთ ყველაფერი ისე უკეთ მე აღმოჩნდი ამ ტრიპის ორგანიზატორი, ნუ ძალიან კმაყოფილი წავედი, ჩამოვედი, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ესე სოციალურ ქსელებში. მე სხვა რამის გეკითხები. ახლობელი არ გახსენებოდა, არავის არ იცნობ, ნახე, ეხა ბევრია. ხომ არა, ტურიზმში არ იცნობ არავის. აი როგორ შეერჩევ ტურისტულ კომპანიას? გჭირდება. როგორ შეერჩევ ტურისტულ კომპანიას? ახალ ტექნოლოგიებს მიმართა, ანუ ჯემინი, მაგას თქო, მაშინ არ იყო ეს, ხვდებით და დღეს მეზობელს და ნათესავს არავინ არ урეკავს. არა, ესეც სუბიექტურია, შენ რაც მოგწონდა, შენთვის რაც ვთქვათ არის. მათ შორის აი იყენებენ კიდევ რისთვის რომ მე მაგალითად ხშირად ვსვავ ესეთ კითხვას, რაღაცას როცა ვარჩევ. რივიუების მიხედვით მითხარი, რივიუების მიხედვით გამიკეთე კონკრეტულად კომპანიები. აი ყოფილა რაღაცას როცა ვარჩევთ, ან რაღაცა პროექტზე ვმუშაობ და პირობითად მომწოდებლები ან სერვის მომწოდებლები უნდა ავარჩიო, მე ხშირად ვსვავ ეს კითხვას, რომ გადახედე რაღაც საიტებზე, მათ შორის საერთაშორისო საიტებზე რივიუების მიხედვით ამირჩიე პირობითად რომელი კომპანია არის ანდო.
მაგრამ ეს რო ადამიანმა კითხვა ესე დასვას, უნდა იცოდეს რომ ეგრე კომპანიის ხდება. სანდოობას ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მარტო იმას 5 ლარი იქნება თუ 10 ლარი იქნება სხვაობა. მათ შორის ახლა ხშირად ყოფილა რომ რაღაც რა მნიშვნელობა აქვს პირობითად რა დაზღვევა მექნება, ან რა მნიშვნელობა აქვს რომელ სააგენტოში ვიყიდი. როგორ არ აქვს მნიშვნელობა, ანუ მნიშვნელობა შეიძლება შეწყდის დროს არ აქვს. მაგრამ უკვე ის როცა მოქმედებაში მოდის ყოველთვის აქ ამას მნიშვნელობა. განსაკუთრებით მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ტურიზმი ისეთი სფერო, რომ ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაცა ხდება. ნამდვილად. როცა გაუთვალისწინებელი ფაქტორებიდან გამომდინარე რაღაცა გარკვეული პრობლემის წინაშე დგები, სწორედ მაშინ გჭირდება შენ, რომ შენი პარტნიორი თუ შენ ვისთანაც შეყვეთა გააკეთე, რომ იყოს კვალიფიციური, იყოს ოპერატიული, დაგასაფორტოს კარგად. ხმიერი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ადამიანმა თავისი დამკვეთის გულის ტკივილი გულთან ახლოს არ მიიტანა, ხო, ნუ მანდაც პრობლემას ვაწყდებით. ასე რომ ეს ძალიან ბევრი პრობლემის წარმოქმნის დროს ხდება უკვე მნიშვნელოვანი რამდენად კვალიფიციურ, რამდენად სანდო სადაზღვევო კომპანიასთან გეთანხმები აბსოლუტურად მამუკა. იმდენად გაფუჭდა ბაზარი და იმდენად შეილახა რეპუტაცია ტურისტული სააგენტოების სამწუხაროდ, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მეორე წელია შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გახშირდა ზარები პირდაპირ მომხმარებლებისგან ჩვენს ოფისში. ჩვენ არ ვართ მიჩვეული. და ისე გვიყვარს ხოლმე რომ გვირეკავენ და გვეუბნებიან რომ ჩვენ გავჯავშნეთ რაღაც კონკრეტული ტური ამ და ამ სააგენტოში და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, შემოვიდა ჩვენი ჯავშანი. ანუ წარმოიდგინეთ რამხელა უნდობლობას უცხადებენ, სადაც ფული აქვს ჩარიცხული, არენდობიან და სურთ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ეგეთი მაგალითია. ყოველთვის ვეუბნებით რომ მოიწერეთ, აუცილებლად დაგიდასტურებთ, ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა რომ არ გვაქვს ჩვენ მსგავსი მუშაობის პრინციპი რომ პირდაპირ ვეკონტაქტოთ მომხმარებელს, თუმცა როცა ვხედავთ რომ ის შეშინებულია ამ შემთხვევაში, ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ მართლა არ არსებობდა ეგ ჯავშანი, იცით? ძალიან წელს იყო ეს შემთხვევა, რამოდენიმე დაფიქსირდა, როცა საკმაოდ ისეთ აზიურ მიმართულებაზე თან ეს არ იყო, სადღაც 2 საათიანი ფრენეს იყო, ძალიან შორი მანძილის აზიური მიმართულება და თანხა გადახდილი ქონდათ და ჯავშანი არ ქონდათ. ჩვენთან დარეკეს, იკითხეს და ძალიან შევედით მათ მდგომარეობაში, თუმცა ეს ჯავშანი ჩვენთან არც არასოდეს ყოფილა შემოსული და ნუ არ ვიცი შემდეგ როგორ განვითარდება. შეიძლება არ დაიჯეროთ და ესე ხდება. ანუ ძალიან ხშირად ჩვენი მხარდაჭერის სამსახურიდან მოგვდის მეილები, რომ კონკრეტული მომხმარებლები, რომელსაც ამა თუ იმ სააგენტოს მეშვეობით აქვს შეძენილი რაღაცა კონკრეტული ტრიფი, მოგზაურობა, აი ყველა დოკუმენტს ამოწმებენ დაზღვევას, ავიაბილეთს, ანუ ჩვენთან იწერებიან რომ ხონამდვილად ვალიდურია დაზღვევა, ავიაკომპანიას წერენ რომ ხონამდვილად ვალიდურია თვითმფრინავის ბილეთი, აი ხო ხვდებით. არა და ამ სფეროში მუშაობს ხალხი, რომელმაც რავი, მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნა ამ სფეროს განვითარებას. მამუკა იძახეს რომ კარგი იყო, ანუ ჩვენო მშვიდად მუშაობდითო, მაგრამ მათ შორის როცა გაჩნდნო კონკურენტები, უკვე დავიწყეთო ორიენტაცია იმაზე, რომ განვითარებული ყავით რაღაც რეინვესტირება გავაკეთოთ, რაღაც ახალი მართ ხო ესე ანუ წარმოვიდგინეთ ხა ადამიანებს რამხელა შრომა მოუდევთ, იმიტომ რომ ეს ბაზარი თავით არ განვითარებულა, ხო? ერთი კომპანიით რო დაიწყო და დღეს რომ უკვე დიდი ბაზარია, კონკურენცია არის, ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი პატივისცემა. მომხმარებლებს სჭირდებათ პატივისცემა, რომ მათი ნდობა იყოს ყოველთვის გამართლებული. და იმ ადამიანებსაც სჭირდებათ. ირინა, ჩვენ არ ვყიდით სერვისს. მე მინდა რომ ყველამ გაიგოს ეს არ არის სერვისი. ჩვენ ვყიდით ემოციებს. ანუ პირდაპირ მოგონებებს. ანუ ეს არის იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად ღირებულია გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ დახარჯული თანხა, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არც ფულის გაგონება უნდათ, არაფერი არ უნდათ, უბრალოდ ის სიტყვა მორალური, ამინაზღაურად მორალური ზიანი რას ნიშნავს? ადამიანი, რომელიც მართლა მთელი წელი შეიძლება ელოდებოდეს თავის ოჯახთან ერთად სადღაც წასვლას და შენ ამ ყველაფერს ბოდიში და აშხამებ, ეს არის პირდაპირ ემოციური სტრესი და ამიტომ სულ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კი და ანუ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ ყველა აბსოლუტურად, ვინც ამ სფეროში რომ როდესაც ადამიანების ემოციებს და მოგონებებს ვეხებით და შინაგან შეგრძნებებს ვეხებით, ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პროფესიონალები, მაქსიმალურად მობილიზებულები იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ვთქვათ ხელში გვაქვს და უნდა ვეცადოთ რომ განვითარდეთ პირველ რიგში ჩვენ, რომ შემდეგ ეს უკვე გადავიტანოთ ჩვენს პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებს და მერე უკვე ავტომატურად ეს გადადის ჩვენს კონსულტირების ნაწილსაც შევეხოთ. აი ხშირად არის ჩვენ სფეროში რომ რაღაც
კონსულტაციას გაივლიან ერთთან, მეორესთან, მესამესთან, მეოთხესთან. გაიგებენ ყველა ინფორმაციას და ვიღაცა რა თქმა უნდა, მოხმებას ამის უფლება აქვს. მაგრამ ესეც რაღაცნაირად უნდა იყოს დარეგულირებული. სალომე, მე ლიცენზია. აი ძალიან რეგულირებული ექსაქტი. ლიცენზია უნდა კონდეს თუ არა ტურისტულ კომპანიებს. აუცილებლად. პირველ რიგში ტუროპერატორს თუ არა პირველ რიგში ტუროპერატორებს უნდა ჰქონდეთ ლიცენზია. ჩვენ სანამ გავხდით ტუროპერატორი, არ ვიცი რამდენი წელი იშრომეს ჩემმა წინაპრებმა პეგას ტურისტიკში იმისთვის რომ აიღოთ ოფიციალური საერთაშორისო ტუროპერატორის წოდება. საქართველოში ეხა მე ავდგები გავალგარეთ, დავარეგისტრებ რაღაც X travel-ს დავარქმევ სალომეს და მინდა ტურისტული სააგენტო ვიქნები, მინდა ტუროპერატორი და რასაც მინდა იმას დავირქმევ. ეს პირველი პრობლემა. საერთაშორისო შეშული საკონტინენტაშორისო მიაწეროს უბრალოდ რეგალიად. შესაბამისად პირველი აუცილებლად უნდა მოხდეს მონიტორინგი დიდი კომპანიებს, ანუ ჩვენ შემთხვევას გულისხმობ ტუროპერატორების, ხო? აუცილებელია. ვინ ვარ მე? კაი, ვთქვათ 30 წლიანი კომპანია ვარ. იქნებოდა ბოლო 2 წელი ვეღარა ვარ კარგად და არ ვარ სანდო და რაღაც ფინანსური პრობლემები მაქვს, ვერ გავუძელი ამ ბოლო ომებს. ხო არის აბსოლუტურად ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს სოფლიო ბაზარზე, როცა უდიდესი გიგანტი კომპანიები უბრალოდ კოტრდებიან, ან ყიდიან თავიანთ წილებს და გადიან ბაზრები და მე რა სჭირს ამ ხალხს? მე ტურისტულ სააგენტოებს ვინ უმაგრებს ზურგს, მომხმარებელს ვინ იცავს? ანუ მე მხოლოდ ჩვენი განმოსახედიდან არ ვუყურებ ამ საკითხს. ანუ აი ახლა აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ იმ პოზიციის, რა პოზიციაშიც ვარ, ხო? პირველ რიგში ჩვენ გაგვაკონტროლონ ტუროპერატორები. შემდეგ გადავიდეთ უკვე ტურისტულ სააგენტოებზე, როდესაც ვსაუბრობთ იმას, რომ აქვთ თუ არა უფლება მუშაობის სახლიდან და ასე შემდეგ. მე თუ მკითხავთ, ხო? არ აქვს. არ შეიძლება ყველას შეეძლოს ყველაფრის კეთება. არ შეიძლება. აი ჩვენ ვართ მანდილოსნები, ხო ირი და შესაბამისად ანა დავეთანხმებით. მე როდესაც ელემენტარული მინდა რომ თმის მოვლის პროცედურები ჩავიტარო. ნებისმიერ თმის სალონში შევდივარ? არა, ვიკვლევი აბა თმა არ დამიწვან, აბა რა პროდუქციას იყენებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რო შევდივარ მე ამ სალონში და ვიწყებ ჩვენ ეს მაგალითი არ გვაქვს არ გამოდგება, მაგრამ თმის მოვლას რომ ვიწყებ და მეუბნებიან თქვა მისახელებენ რაღაც თანხას პირობითად 200 ლარს. მე ვიწყებ იქ რომ იცით რა იმ სალონში რო ვიყავი 190 ლარი მითხრეს და ეხა კიდე თქვენს წინ სალონში იგივე 150 ლარი. იცი რომ იქ თმას არ დაგიწვავა და იხდი იმას რა. ზუსტად იგივე მე ვცემ პატივს იმ მომსახურებას, რასაც ვიღებ კონკრეტული მასტერისგან, თქვა ხელოსანისგან და ვიცი რას უნდა ველოდე და მე ხო არ გევაჭრები იმაზე რომ ზუსტად იგივეს 10 ლარით ნაკლებად მაძლევენ. რატომ? იმიტომ რომ ვაფასებ შენ შრომას. ამიტომ კონსულტაციას რაც შეეხება ძალიან მომხრევა რომ დაწესდეს ექიმთან რომ მიდიხარ იანის ესე წამოწოლილი უბრალოდ ეკითხები ექიმს კბილი მტკივა და ეს რის ბრალი შეიძლება ამაში 150 ლარი ხის მინიმუმ და დაწესდეს ექიმი რო გახდე უფრო დიდი შრომა ჭირდება და უფრო დიდი ისა ზუსტად იგივე რატო არ უნდა ჭირდებოდეს ვერ გავაიგივებ ამ ორ პროფესიას და ჩვენ კონსულტაცია ხო, მაგრამ მე არ ვფიქრობ რაღაც კონსულტაცია უნდა იყოს ფასიანი. ფასიანზე არ არის, ან რაღაცა სტანდარტშიც უნდა ჯდებოდეს. სტანდარტში უნდა ჯდებოდეს ის, რომ შენ გყავს შენი მუდმივი კლიენტები, რომლებიც როგორია რომ მუდმივი კლიენტია, ლოიალური კლიენტები. ლოიალური, კარი, ნუ დავარქმევთ მუდმივს, დავარქვათ ლოიალური კლიენტები, რომელიც წელს შეიძლება შენ განიყიდონ, მომავალ წელს სხვა ტურისტულისგან იყიდონ, მაგრამ იმ მიმართულებას, რომელსაც ირჩევენ, ალბათ თვითონაც ხვდებიან რამდენად ექსპერტი ხარ იმ მიმართულებას და გენდობიან. კარგი წარმოდგენა აქვს მომხმარებელს. ხო, ძალიან ძალიან კარგი წარმოდგენა. მე რაღაცაში მეც მოყობროთ, სანამ გააგრძელებ ერთის დემპინგის თემაზე გამახსენდა უცებ ამომიტიუტივდა შეიძლება ამომიტიუტივდა ერთი ისტორია, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც წლების განმავლობაში მუდმივად პრობლემები ჰქონდა, ვერ ახერხებდა თავისი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. ოფისში რომ მიხვდოდით მასთან, შესასვლელში იდგა 2 რიგი. ერთი რიგი იყო ხალხის, რომელსაც ფული ჰქონდა გადახდილი და მისული იყო თავისი მომსახურება ვერ მიიღეს და მისული იყო ჩხუბობდნენ რომ თავიანთი ფული დაებრუნებინათ და მეორე მხარეს შედიოდა რიგი მათ ვისაც უნდათ 450 ლარად ეყიდათ ქალაქში ყველაზე უფრო იაფად ტურისტული პაკეტები. ასე რომ ეს რეალობაა და აი სწორედ ამიტომაც
სალომემაც ახსენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სადღაც რომ მიდიხარ, ექიმთან როცა მიდიხარ და რაღაც ჩაწერ ამ ექიმის სახელს და გვარს და ნახავ რომ ამ ექიმს ყველა ჯვარი გწერია და ხალხი ყავს შემოკვდარი ოპერაციების დროს, ხო მარტივია რომ მსგავს ექიმთან არ წახვალ, ხო? ანალოგიურად ტურიზმშიც რაღაცა გარკვეული მოკვლევა ალბათ ყველა ადამიანმა უნდა ჩაატაროს და მხოლოდ ამის შემდეგ ანდოს თავისი ოჯახის. მაგრამ მაინც მე იანის დავეთანხმებ იმაში, რომ აუცილებელია ჩვენც და ასევე ტურისტულმა სააგენტოებმაც უფრო რთული და დიდი გზა გაიარონ იმისთვის, რომ თქვათ კონსულტაციამდე მსად დახვდეს მომხმარებელს. აბსოლუტურად გეთანხმები იანის აი ამ ჭრილში. და ამიტომაც არის აუცილებელი იყოს ლიცენზია, იყოს ეხა ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ისე რომ რაღაც ნუ ეს პირობითი სიტყვა. ნახეთ აი ლიცენზიას რომ ვიძახით. რაღაცა სხვა ბერკეტი და არა, მესმის ეს არის ტექნიკური სიტყვა. რატო? იმიტომ რომ ნახეთ მთელ ევროპაში პირიქით ეს ტურიზმის სფერო თავისუფლდება. ყველანაირ გადასახადებისგან ეს არის პირობითი სიტყვა. ანუ სხვა რაღაცა რეგულაციები და სხვა ბერკეტები ყოველთვის არის. რაღაცა ვალდებულებები უნდა იყოს ისეთი, რომელიც მომხმარებელს დაიცავს. მომხმარებელს დაიცავს. თუ მე ვარ არაკეთილსინდისიერი და მინდა რომ გარანტიები უნდა იყოს შედეგული გარანტიები, ფინანსური გარანტიები კი. ხო, მე ვფიქრობ, რომ ამ გარანტიების კუთხითაც ისევ და ისევ ეს გარანტიები ალბათ უნდა გაიზომოს იმოცულობითი და შესაბამისად ეს გარანტიებიც ალბათ უფრო დააწვება იმ კომპანიას, რომელიც წლებია მუშაობს, ბევრი მომხმარებელი ყავს და მათ უფრო დააწვება. თუ ახალი მოთამაშე შემოდის ველზე, მე ვფიქრობ, ანუ უბრალოდ მე ვერ ხვდები რეგულაციებმა, გარანტიებმა როგორ უნდა შემიშალოს ხელი, მე თუ გარანტიას 100,000 ხუბერ დამადებინებენ, რაც შენ არ შეგიშლის, მაგრამ არა, მე თუ არაკეთილსინდისიერი ვარ, რაც უფრო მაღალ საგარანტიოს დამადებენ, მით უფრო ალბათ ბევრი ადამიანის გადაგდებაზე ვიფიქრებ. არა, ვერ მიხვალ გადაგდებამდე, ეგ ძალიან აპრობირებული მეთოდია, მაგრამ უნდა იყოს მორგებული ბუნებრივია ჩვენს მენტალობაზე და ჩვენს საქმიანობაზე, მაგრამ ესე თავისუფლად ეხლა რაც იანის მათქვა ხო? უნდა იყოს ორიენტირებული. არა მარტო მომხმარებლების უფლებების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ასევე იანისის უფლებები უნდა იყოს დაცული, მისი შრომა უნდა იყოს შესაბამისად შეფასებული და დაფასებული. და ბაზრის რეგულირება თავისუფალ ეკონომიკის პირობებში ისედაც ყოველთვის ხდება. მაგრამ ისეთ ბაზარზე, სადაც შესაძლებელია წლის მანძილზე და ეხლა ეს ვიცი დამიჯერეთ, მერწმუნეთ სადღაც რამოდენიმე ასეული ახალი კომპანია გაჩნდეს და რამოდენიმე ასეული ძველი კომპანია დაიკეტოს, ამის მონიტორინგი ძალიან რთულია, ხო? ასეთი დინამიური ბაზარი, ესე არ არის, ხა ბანკები პირობითად 100 ბანკი არ იხსნება, 50 არ იხურება, ხომ ესეა, ხო? დიჯიტალ ნაწილში არ ვიცი, სადაზღვევო მიმართულებაში რაღაც 100 კომპანია არ იხსნება, 100 არ იხურება, მაგრამ ვინც იხსნება, ძირითადად როგორც წესი ცდილობენ რაღაც დემპინგით იმუშაონ და მე როგორც წესი ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს სალომე ამას ვამბობ, აი ჩემი საყვარელი ფრაზაა, ორი რაღაც არის. ორ რაღაცა წყვეტს რაღაცას, კალკულატორი და სტატისტიკა. კარგია თუ ოფიციალურ სტატისტიკაზე ხელი მიგიწვდება, აბსოლუტურად კარგია და ჩვენ კარგია რომ ხარ ყოველთვის ჩემი სფერო ლიცენზირებადია. შესაბამისად, მარეგულირებელი ყავს, შესაბამისად, მარეგულირებული ყოველ კვარტალად დაქვეყნებს, შენ რომ აი ამ რეინჯში ემუშავე ბაზარს, რა ვალდებულებები გაისტუმრე სანაცვლოდ. ანუ რეალურად გაყიდე მილიონი და ანაზღაურე 1 ლარი? თუ გაყიდე მილიონი და შენ რომ დაგიფიქსირდა პირობითად რაღაცა ზარალების რაოდენობა ანაზღაურე 800,000, ხო? იმიტომ რომ ის შენი მომხმარებელი დაცულებ და ყოველთვის მეორე არის კალკულატორი. ოღონდ კალკულატორსაც თავის ლოგიკა აქვს რა. პირობითად 2 ჭიქა რო არის და 10 და 10 ლარი როგრს, რაღაცა რო 2 ლარი ღირს, რა თქმა უნდა, გონიერი მომხმარებელი დასვავს კითხვას, რის ხარჯზე ღირს ის 2 ლარი. მაგრამ არის ბაზარი მოწყვლადია, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც არც თუ ისე მაღალ შემოსავლიან სამსახურში მუშაობს და აღარ დასვავს ამ კითხვას, იმიტომ რომ რაღაცა იპოვა 2 ლარად ხვდები. და მე იმას უკვე გაუჩინონ დობა იმის, რომ მეორეთაც ენდოს ამ ბაზარს რთული არა და ამ ბაზარზე რამდენი კვალიფიციური ადამიანი მუშაობს, რომელსაც თავის ცხოვრება შეალია ამ ბაზრის განვითარებას, მომხმარებელთან დობას. თუმცა, ნახე, მე აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ ამ კვალიფიცირებული ადამიანების გვერდით არის ძალიან ბევრი ისეთი, რომელიც უბრალოდ არ ვიცი, ეგონა რომ ტურიზმი მართლა იყო ინფოტურებში სიარული, წავიდა
იმიტომ გახსნა ესე მარტივად რომ არანაირი წინაღობა არ გააჩნდა და 100-ლარიანი კაპიტალით შეეძლო კომპანიის დარეგისტრება. მე როცა რეგულაციას გულისხმობ და ლიცენზიას, ეს არის ჩემთვის რაღაც პირობითი სახელი იმისთვის რომ მოხდეს რაღაცნაირად დარეგულირება. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ეხლა ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ როგორ შეიძლება უბრალოდ ნებისმიერმა ადამიანმა დაიწყოს ნებისმიერი საქმიანობა? ის არის ზღვაში წვეთია და ზოგადად რატომ გამიხილავთ? იმიტომ მასა ახლა დამითანხმებით ხო ამდენი წელია მუშაობთ სააგენტოებთან და იქივე შემადგენლობით არის ძალიან ცოტა არის კონტრაქტის გასაფორმებლად. ეხლა შენ ხო საკმაოდ დიდი ტუროპერატორი იყავი და ეხლაც საბერძნეთის მიმართულებით დიდი გამოცდილება გაქვს ხო? სად გაგიფორმებია კონტრაქტი შენს აგენტთან, რომელსაც უნდა ენდო ფინანსურად, ანის უნდა გენდოს ფინანსურად? ყველაზე უცნაურ ადგილას. სად გამიფორმებია? ხო, არა, მართლა მაინტერესებს რა უნდა? ოფისში, არა, ოფისში მოვქონდოთ სულ ყველას. გაგიმართლა. მე სამზარეულოში და ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი ბოშს ხარშავდა ამ დროს. ზუსტად იგივე აზრზე ვარ, ხო, ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს არ აქვს უფლება სამზარეულოში იყოს, მაგრამ ბიზნეს ურთიერთობებს ხო გააჩნია, ყველა ვდგავართ სამზარეულოში, ყველა ვაკეთებთ საჭმელს დღის რაღაც მონაკვეთში, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს მოთხოვო პროფესიონალიზმი და იმას ანდო მგზავრი, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან ხელშეკრულებას აფორმებს და ცალი ხელით საჭმელს აკეთებს. ირინა, იმდენად არ ვეთანხმები ანის არაფრით, იმიტომ რომ ძალიან იცვლება. ყოველ წელიწად ახალი ტურისტული სააგენტოები მოდიან, არეგისტრირებენ და ჩავშნები შემოდის და არიან აბსოლუტურად არანაირ კავშირში ამ სფეროსთან. წარმოდგენა არ აქვს საბასისო ელემენტარულ რაღაცებზეც კი. და ესეთი ადამიანები ყიდიან ტურს და შემდეგ არ ვიცი, აი რა როგორი მაგალითი მოვიყვანო, თქვენ რაც თქვით. ორი ერთნაირი სახელწოდების ქალაქები ეშლება და უშვებენ აქ ხალხს. ჩვენი როგორც მსგავსი კომპანიების საქმიანობას, აი თუნდაც ის რომ ტუროპერატორებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ კოორდინირებული, შეთანხმებული დამოკიდებულება. კი. ჩვენ და პეგას თუნდაც სეზონის დაწყების წინ. კი, ნოვატურმა და პეგას ტურისტიკმა უკვე არაერთი წელია გავიარეთ, შევთანხმდით თამაშის წესებზე და ბუნებრივია ყოველთვის რაღაცა მნიშვნელოვანი პროექტის თუ მიმართულების თუ სეზონის წინ გვაქვს ამასთან შეხვედრა და მუდმივად განვიხილავთ ხოლმე, მაგრამ ჩვენ ხო აი ხედავთ საოპერაციო ნაწილში რა ხდება. მაგალითად, ტურისტულმა კომპანიამ, რომელმაც ჩემთან არაკეთილსინდისიერად მოიქცა, ვალი დაიტოვა და ასე შემდეგ და მე მასთან ურთიერთობას წყვეთ, სიხარულით მიყავთ. ტუროპერატორი პირიქით მონდომებულია X იმის გათვლა რო თქვა. იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან ჩვენ მომხმარებლები. ზუსტად იგივე ხდება ჩვენთანაც, ზუსტად. ერთმანეთს და ამით უზიარებთ ერთმანეთს და ერთმანეთის ინტერესებს ვიცავთ. იმიტომ რომ ის ყველაზე პირველი მამკამ გზავრის ინტერესებს ვიცავთ. ზუსტადაც, იმიტომ რომ გზავრს, როდესაც არ იქნება გზავრს იმ ტურისტულ კომპანიას, რომელიც შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებებში, თუ არ ექნება წვდომა ჩემს პროდუქტზე, სალომეს პროდუქტზე და კიდე ორი გზავს ვერ ვიყიდის ვერაფერს. პროდუქტზე ბუნებრივია ის უკვე ქმედით უნდა რო ხდება და ის გადის, მაგრამ ამის საპირისპიროდ როგორც გითხარით, ჩვენთან საპირისპიროდ არის ყოველთვის. პირიქით უფრო აი საბანკოს სფერო რომ არის განვითარებული. ყველაზე ცუდი ეგ არის და ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ სფეროში. აი ძალიან დიდი სამის გადაჭრის გზაც ხა შეიძლება დიდი ტექნიკური გადაწყვეტილება ეს ვერ დავდო, მაგრამ არის ეგეთი სოლუშენი ხა. საბანკო სფერო რატომ არის განვითარებული ანის? მოდი მე და შენ ბლიც ინტერვიუ. აი რატომ არის განვითარებული, ხო? უკვე აღარ გეთანხმებიან და აზრი ხო, არა, რატომ არის? იმიტომ რომ საბანკო სფეროში არსებობს ბაზა. ირინა, მე ხვდები არა გამორჩა. ამის მოგვარება გაცილებით მარტივია თუ არის კეთილი ნება. მაგრამ როდესაც მე ჩასაფრებული ვარ, რომ აი ხედავ რომ ვიღაცა ტურისტული სააგენტო ბევრს ჯავშნის და ხედავ რომ იანისთან გაწყვეტა წაუცდა და რაღაც არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მე გავარდები, ჩავეხუტები და აბა ხო, მაგრამ სამაგერო საბოლოოდ ხო შენთანაც არაკეთილსინდისიერად მოიქცა. სამი წელი რეალურ ბიზნესზე ორიენტირებული კომპანია. აი ნახეთ, ჩვენ სფეროშიც ესეა. რეალურად ბიზნესზე ორიენტირებული კომპანიები ასეთ დროს როგორც წესი ერთმანეთთან კონსულტირებენ. და ამაში ცუდი არაფერი არ არის, როგორც თქვენ კონსულტირებთ ერთმანეთთან,
ანალოგიურად ეს სადაზღვევო სფეროში არიან. არიან კომპანიები, რომლებიც აბსოლუტურად საპირწონედ იმაჩნია პატივცემ მათ შრომას. მივიჩნევ ჩემს კონკურენტებად. ყოველთვის ვეცდები რომ რაღაცა ისეთი ნაბიჯი არ გადავდგა, რითაც ჩვენი საერთო შრომა ამ ბაზარზე არ იქნება შესაბამისად დაფასებული, ხო? მაგრამ ამას რა ჭირდება? გამოცდილება ჭირდება და ჭირდება რომ შენც გიყვარდეს ის საქმე, რაც აკეთებ და სხვისასაც პატივს სცემდე. ხვდებით, ხო? ესეა. თანამშრომლობის წარმოდგენა აქვს კორპორატული კორპორატული. რას დავარქმოთ? კი, კორპორატული ეთიკა ნამდვილად. ამას ჩვენ კეთილნებას დავარქმოთ კორპორატულ ეთიკას. თავარია რომ სურვილი იყოს იმისი ზოგადად ტუროპერატორების მხრიდან რომ მსგავსი ხალხისგან გაიწმინდოს ბაზარი, მაგრამ ნუ ჯერჯერობით მე პირადად ვერ ვატყობ რომ ამის სურვილი. ამიტომ ყველაფერს ვერ დავაბრალებთ ვერც ტურისტულ სააგენტოებს და ვერც მომხმარებლებს. ყოველთვის ყველაფერი მოდის მაღალი რგოლიდან. მაგიტომ თქვი გეთახები აბსოლუტურად. პირველ რიგში ყველამ ჩვენ თავში უნდა და ესია ნებისმიერ ამაში, არა მარტო ჩვენ სფეროში, ხომ? როცა გვინდა რომ ირგვლივ რაღაც შეიცვალოს, ვიწყებთ რით საკუთარი თავის განვითარებით და საკუთარი თავის ტრანსფორმაციით და მე ყოველთვის ვცდილობ რომ ვიყო ორიენტირებული ჩვენს თავზე, ჩემს გუნდზე, ჩვენს საერთო ინტერესებზე, კომპანიაზე და მე უკვე რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე თუ ვისაც ექნება ბედნიერი და კეთილი სურვილი როგორც ჩვენს პარტნიორებს, ყველასთან ვართ, ყოველთვის ვიყავით, არ ვიცი, ძალიან ღია და ფართო, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ისეთი სფერო, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობებს, კომუნიკაციას, არ ყველაზე მჭიდრო სფეროა, სადაც ადამიანური რესურსია ჩართული და სადაც ძალიან მნიშვნელოვანია პირადი განცდების და პირადი შეხედულებების გაზიარება. თუნდაც AI, ხო, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს, როცა არ ყავთ ისეთი ადამიანები, ვისი აზრით დაეჯერება, აბსოლუტურად ისე ეკონტაქტება როგორც ადამიანს, ხო? ესეც ემოციის მიღება და გაცვლა, ხომ ესეა? შესაბამისად, ტელეფონს AI ზუსტად მაგას ვერ ანაცვლებს რა, იმიტომ რომ აი მე ესე მჯერა ყველაზე ძვირი ბიზნესში თაობის ხალხი ვართ ირიდა. არა, მე ესე მჯერა და მაგას ვერადროს ვერ შეცვლის ვერანაირი AI, თუმცა ხა მე არ ვამბობ რომ AI არ უნდა გამოიყო, თუნდაც იმიტომ რომ სადღაც საიტებზე არ ეძებოდა მოკლე შეჯამება რევიუების და პირობითად კომპანიის საქმიანობის მიიღო, ძალიან კარგი გზა არის, ყველას დაზოგვა არის, დროის დაზოგვა ხო, რაც ძვირი ღირს. მაგრამ ყველაზე კარგი, ანუ რასაც ვერაფერი ვერ შეცვლის არის, ყველაზე ძვირი ბიზნესში რა ღირს. ეს არის კონტაქტები. სწორი კონტაქტები სწორ ხალხთან, ვისთანაც გაკავშირებს სწორი და კარგი გამოცდილება. ეს ღირს ყველაზე ძვირი. ანუ ადამიანები, რომელზეც ჩვენ პირობითად შეიძლება დღეს ვთქვათ, რომ აი არ აქვთ ამ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება, რა არ აქვთ? არ აქვს სწორი კონტაქტები, შეიძლება სადღაც დაიკარგონ და ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანოს, ამის გამო იმათ შეიყვანონ პირობითად პოტენციური კლიენტების შეცდომაში და მერე ზოგადად ბაზრის იმიჯი დაზარალდეს, ხო? სწორი კონტაქტები, ანუ საჭირო არის რომ გვაქვს ხო რაღაც ასოციაცია, ხო, ტურიზმის ასოციაცია. უნდა იყოს უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად ორიენტირებული, ერთმანეთთან უნდა გქონდეს კომუნიკაცია. მოდით, მეგობრებო, აი ბოლოსკენ რო წავიდეთ, ახლა ამ თემას ნამდვილად ვერ ამოვწურავთ. ყველაზე მეტად დემპინგით ვინც ზარალდება, ეს არის მომხმარებელი და აი ერთი რჩევა მივცეთ მომხმარებელს, როგორ უნდა შეარჩიონ ტურისტული კომპანია და რა კრიტერიუმებით და სად უნდა იყიდონ? ჩემთვის ერთადერთი რის თქმა შემიძლია არის, რომ უნდა დავიმახსოვროს, რომ ყველაფერში ხარისხი ღირს ფული. ანუ ყველაფერს აქვს თავისი შესაბამისი ღირებულება. თუ მე მაკმაყოფილებს ეს მომსახურება და ეს ხარისხი და ვიღდი ამ თანხას, მაშინ არ უნდა მქონდეს პრეტენზია და მოლოდინი უფრო მეტის. მაგრამ თუ მინდა მივიღო სანდო მაღალი ხარისხის მომსახურება, მაშინ უნდა ვიყო მზად, რომ თუნდაც ოდნავ ძვირი გადავიხადო ამაში. ეს არის ჩემი სათქმელი. დანარჩენი ის, რომ ამდენი პრობლემაა ჩვენთან, ეს მომხმარებლისთვისაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთვის არის პრობლემა, მაგრამ ამის გამოსასწორებლად არ გვეყოფა არც ერთი წელი და არც ორი წელი. ამას ძალიან დიდი შრომა უნდა ყველას მხრიდან, სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან, ჩვენ როგორც კერძო ბიზნესის მხრიდან და ასევე ჩართულობა ჩვენი მომხმარებლის, რომლისთვისაც აუცილებელი იქნება ცნობიერების ამაღლებაც ამ სფეროში. მამუკა, შენც გვითხარი რამე და ამით დავასრულოთ. ჩვენ რაღაცა დღეს რაც გვაწუხებდა პრობლემატიკას შევეხეთ და კი, და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცოტა ოპტიმისტური კუთხით რომ დავასრულოთ, როგორც გითხარით, ტურიზმი მუდმივად
გამოწვევების წინაშეა, მაგრამ ეს გამოწვევები ჩვენ გვაძლიერებს. შესაბამისად, სფერო ასე თუ ისე თავისი ნაბიჯებით მიდის და მე მინდა თქვენს მაყურებლებს მოუწოდო, პირველი ერთი მინდა მოუწოდო ის, რომ ზოგადად არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ბიუჯეტიდან გამომდინარე ადამიანმა მოახერხოს მისთვის სასურველი პაკეტის შეძენა. მისთვის სასურველი მიმართულების, თქვათ, მინიმალური ღამეებით მაინც რომ მოახდინონ, ასე რომ ყველას მოუწოდებ, რომ ბევრი მოგზაურონ, იმიტომ რომ ეს არის მართლაც დაუვიწყარი ემოციები, რომელსაც ვერაფერი ვერ შეცვლის და კიდევ ერთ თემასაც დაუბრუნდები და იმ ახალგაზრდებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ თავისი სწორი სტრატეგია. მეც ვეძებ. რა სფეროს დაუკავშირო, მინდა გითხრათ, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო და აი უკვე სამი დამსაქმებელი აქ ვარ, ასე რომ დაუკავშირეთ თქვენი ბედი ტურიზმს. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ჩვენი მომხმარებლისთვის პირველ რიგში იყო ეს ძალიან საინტერესო. იმედი გვაქვს, რომ კარგად მოვიქეცეთ და კიდევ დაგპატიჟებთ. აუცილებლად დიდი გავშალოთ. აუცილებლად იმიტომ რომ ტურიზმი იმდენად ამოუწურავია, რომ ბევრი საინტერესო კი, აუცილებლად შეგვიძლია გავუზიაროთ. ბევრი кейსები შეგვიძლია გავიხსენოთ. რჩევები მივცეთ. მივცეთ და აუცილებლად კიდე შევიკრიბოთ. მადლობა ჩემს კოლეგებს მაყურებელს. თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.